გამარჯობა, ეს არის სივრცე თვითფლობა, მე ვარ რუსა და დღეს ჩემი სტუმარია ბრენდის სტრატეგი ალექსი ჩიქოვანი. გამარჯობა რუსა. გამარჯობა ალექს, ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ და დღეს ვისაუბრებთ ბრენდზე, ბრენდინგზე, იმ გამოწვევებზე, რაც დღესდღეობით ამ სფეროში არსებობს და დარწმუნებული ვარ რომ შენგან ბევრ საინტერესო რჩევას მიიღებს ჩვენი მაყურებელი. ნახოთ. მედია. ალექს, სიტყვა ბრენდი და ბრენდინგი ჩვენთვის მაინც ახალი ტერმინია, შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ სიტყვის გარეშე ყველაფერს ვცდილობდით რომ გაგვეკეთებინა, თუნდაც კომპანიებში, თუნდაც საკუთარ თავზე, მაგრამ ეს სიტყვა ბოლო პერიოდშია, რაც ასე ვთქვათ, გააქტიურდა. მე თუ მკითხავს სიტყვა ბრენდინგზე, უკვე ახლა მახსენდება ალექსი ჩიქოვანი. და მიხარია რომ აი ამ თემის შესახებ სწორედ შენთან ვისაუბრებ. მოდი დავიწყოთ ჯერ სიტყვა ბრენდის განმარტებით, რა არის ბრენდი? თუ სიტყვიდან უნდა დავიწყოთ, რა არის ბრენდი, ამ სიტყვის წარმომავლობა არის შვედური, რაც ნიშნავს ბრანდ, ანუ დამღას. და ეს დამღა გამოიყენებოდა კონკრეტულად იმ დამღას, რომელიც გამოიყენებოდა საკუთარი ნახელავის აღნიშვნისათვის ან საკუთარი ქონების აღნიშვნისათვის, მაგალითად ძროხები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ეს ჟღერს როგორც ბრანდრ, აი ესე და ნუ მე ბრენდის ბრენდ, ესეთი იმით შემოვიდა უკვე ბიზნეს ტერმინოლოგიაში. თვითონ არს და ტერმინს თუ გავმარტავთ ბრენდი რა არის, ხო? ეს არის ძალიან კონკრეტული მსოფლმხედველობის მქონე ვიღაც, რაღაც არ ვიძახი ბრენდზე, იმიტომ რომ ბრენდი ადამიანია, ეს არის ჩემი ფილოსოფია. ამის უკან დგას პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც არის კარგად ჩამოყალიბებული, რატომ არსებობს, რა პრობლემა უნდა გადაჭრას, ვისთვის არსებობს. და შესაბამისად, მოკლედ, ესე რომ ვთქვათ, ცოტა სხვანაირად, აი ვისი გორისაა რა, ხო? და ბიზნეს ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, უამრავნაირი განმარტება, მათ შორის არის, რომ ბრენდი არის ემოცია იძახიან და მე ცოტა მაკლია ხოლმე რაღაც, იმიტომ რომ ბრენდი, რა თქმა უნდა, პროდუქტი ან მომსახურება ბრენდად ვერ გადაიქცევა, თუ მან არ გამოიწვია ადამიანებში ემოცია და ეს ემოცია ნიშნავს, რომ მარტივად, ყველაზე მარტივად რო ვთქვათ, რომ ადამიანებს ის ეგულებათ, იმიტომ რომ ბრენდმა რაღაც პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. პრობლემას ვეძახი მოთხოვნა, მოთხოვნილება და ასე შემდეგ. მშია მწყურია, ჩაცვა მინდა, ტელეფონი და ასე შემდეგ. ისი ყიდვაც ან მომსახურების გამოყენება გვინდა, ხო? და ეგულები ადამიანს, მომხმარებელს, რომ იცის რომ მოვა, შენ ისევ ისეთი დახვდები, ისევ ისე გადაჭრი პრობლემებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ემოცია არის, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდი შეცდომა ფიქსირდება ხოლმე იმ ადამიანებში, ვინც ფიქრობს, რომ ეს არის მოკლევადა, ეს არ არის მოკლევადა, ეს არის გრძელიwada და შესაბამისად ერთი სიტყვით მე განმარტავ ბრენდს როგორც რეპუტაციას, დადებითი რეპუტაცია. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენი სიტყვა და საქმე მუდმივად ემთხვევა ერთმანეთს. ანუ რა დაპირებასაც გაცევს ბრენდი, იმ დაპირებას ის ყოველთვის ასრულებს თავისი მომხმარებლებისთვის და შესაბამისად ესე მოკლედ რო ვთქვა, ესე განმარტავ. და რა თქმა უნდა, რეპუტაცია მოიცავს ემოციასაც, იმიტომ რომ ემოცია სხვათა შორის ძალიან რო ჩაუღრმავდი ჩემ პროფესიას, არ წერია ეს ბევრ ადგილას, დიდად არ შემხედრია, მაგრამ თვითონ პროდუქტიდან და მომსახურებიდან იწყება ემოცია, პირველი გასინჯვა, პირველი გამოცდა, ხო? და ამას მივხვდი მასმე, რაც ფსიქოლოგების ნამუშევარს გავეცანი, რომ ყველანაირი მოწონება, არ მოწონება, ასე მოკლედ, ყველაფერი არის ემოცია. რა თქმა უნდა. და ამიტომ იწყება მისი ხარისხიდან, მოდი ასე რომ ვთქვათ. და ამიტომ არის, რომ მე დავაკავშირე უკვე დაჯდა, რომ ბრენდი არის რაციონალ ფუნქციონალისა და ემოციის ჯამი და არა ცალ-ცალკე, ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებენ, ანუ ის პროდუქტი თუ მომსახურება, თუ რაც დგას ბრენდის უკან, უნდა იყოს როგორც ხარისხობრივად გამართული, უნდა თან ახლდეს პირობები, რომლებიც არის რაციონალ ფასი, გარანტია, არ ვიცი, მიტანა, მოტანა, რამე დამატებითი ეს ამბები, ტექნიკური ნაწილი და პლუს ემოცია. ანუ ამ ბრენდის კონკრეტული
ფილოსოფია და მსოფლმხედველობა. აი როგორი ბრენდი ვარ მე, იმიტომ რომ 21 საუკუნეში რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მნიშვნელოვანია ბრენდის ემოცია. იმიტომ რომ უკვე არავის არაფრის შექმნა და წარმოება არ უჭირს. ეს აღარ არის მე-20 საუკუნე ინდუსტრიული ერა, როდესაც რამოდენიმე ქვეყანა აკეთებდა სულ რაღაც მანქანას, ეხა ყველაფერს აკეთებს აბსოლუტურად, ამიტომ ძალიან ხშირად და სულ უფრო მეტად ადამიანებს არჩევანისთვის რჩებათ მხოლოდ ემოცია. ცოტა ისეთი ვთქვათ, სასაუბრო ჟარგონი რო ვიხმარო, აი რომელი გაუსწორდა იმას ირჩევს რა და აი როდესაც ჩემ სტუდენტებს მინდა ხოლმე ეს აუხსნა, ერთ და იგივე მაგალითს ვიყენებ რა, მითხარით რა არის სხვაობა ვთქვათ Mercedes-სა და BMW-ს შორის, რომელი უფრო ხარისხიანი მანქანაა. ხო ამის თქმა ხო ვერ არის შესაძლებელი, ხო? ორივე მაგარია, თანაბარი თავიანთი ნიშა აქვს, ხო? ორივეს. ანუ ეს არის ერთი სეგმენტის ისა, ხო? და რატო არის რომ არსებობენ BMW-ს თავგადაკლული ფანები და არსებობენ Mercedes-ის თავგადაკლული ფანები, იმიტომ რომ არსებობენ სხვადასხვანაირი ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მოთხოვნები და დამოკიდებულებები აქვს, თქვათ კონკრეტულად მანქანის მიმართ და ეს იმას იჭევს, ის იმას. ანუ ემოციურად რომელიც უფრო მოეწონა და იმას. ამიტომ ეს რო შევაჯამოთ, ეს არის კონკრეტული შინაარსი, რეპუტაციის დაპირება, რომელიც საბოლოო ჯამში თავს იყრის რეპუტაციაში, როდესაც შენ სიტყვას დაპირებას მუდმივად ასრულებ. ეს არის ბრენდი. მადლობა ალექს ამომწურავი პასუხისთვის. ესე იგი, რასაც ვპირდებით მომხმარებელს, იმას რომ ვაკეთებთ, ეს იწვევს ნდობას და საქმე, რასაც ვაკეთებთ და ოღონდ როგორც ვაკეთებთ, იწვევს უკვე ემოციურ კავშირს, რაზეც სწორედ შენ ისაუბრე. რა თქმა უნდა, კი. ალექს, ბრენდი ძალიან ამომწურავად განვარტე. ახლა მოდი ვთქვათ რა არის ბრენდინგი. ძალიან კაი კითხვაა, იმიტომ რომ ბრენდს და ბრენდინგს ერთმანეთში, ასე ვთქვათ, ურევენ ადამიანები და ერთმანეთის ჩანაცვლებით ხმარობენ. ბრენდი თქვით რაც არის და ბრენდინგი და ბრენდი ერთი და იგივე ტერმინი არ არის. ბრენდინგი ეს ინგლისურში ing რო ემატება, ეს უკვე არის პროცესი. და ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მომხმარებლის გონებაში მართო აღქმა, ანუ შენი ბრენდის მიმართ დამოკიდებულება, როგორიც გინდა შენ რომ დაგინახონ და აღიქვან ადამიანებმა. და რა თქმა უნდა, ეს უკვე არის სიტყვისა და საქმის დამთხვევის პროცესი, ხო? და თვითონ ეს პროცესი მე ვეძახი საქციელს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თქვათ მარტო კომუნიკაციაა ბრენდინგი, ანუ სარეკლამო კომუნიკაცია, მაგრამ სარეკლამო კომუნიკაცია არ არის მხოლოდ ბრენდინგი და კომუნიკაციაც არ არის მხოლოდ რეკლამა. ბრენდინგი არის ყველაფერი, რასაც ბრენდი აკეთებს, საქციელი. ხვდებით, დაწყებული ოფისი როგორია, იქ როგორი სუნი დგას, როგორი გარემოა, თუ მომსახურების ბრენდია, პროდუქტი როგორი შეფუთულია, დისტრიბუციის მანქანები როგორ გამოიყურებიან, ანუ ყველა შეხების წერტილი, სადაც შეიძლება ადამიანის შეხებაში მოვიდეს ბრენდთან, ეს ყველაფერი არის კომუნიკაცია და შესაბამისად ეს ყველაფერი არის საქციელი. ხო, როგორ იქცევა ბრენდი რა, ხო? შენი რეპუტაციის შესაქმნელად როგორ იქცევი. და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ჯერ შიგნით ჭირდება მზაობა, ანუ შენი საქმე ისე უნდა გამართო და რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა და უმნიშვნელოვანესი ამბავი არის შენი გუნდი, თანამშრომლები, ვინც ასე ვთქვათ, ამ ბრენდს აღასრულებენ და მე ეს გამოიტანო გარე და იწყებს აქციას. ანუ ბრენდინგი არის პროცესი, ბრენდის შენების და ბრენდის შენების პროცესი არის ნდობის გენერირება კლავ, რაც აგროვებს რეპუტაციას და შესაბამისად ამ ადამიანებთან ურთიერთობა რა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახი, ბრენდის ადამიანებთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ სარეკლამო, ის სუფთა რეკლამას, რასაც ვიძახით, ეს კომუნიკაცია. ეს არის ყველაფერი, რასაც ბრენდი აკეთებს. აი საიდან მხრიდანაც არ უნდა შეეხო, ის უნდა იყოს თანმიმდევრული, გამართული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს მთლიანი პროცესი არის და ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგის და ბრენდინგის დეპარტამენტის საქმე. ეს არის მთლიანად კომპანიის საქმე, სხვა შორის არის ეგეთი ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანი როჯერ მარტინი, რომელიც არის ასევე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანის პიტერ დრაკერის მოსწავლე, ორივე სტრატეგები. პიტერ დრაკერი იყო, ასე ვთქვათ,
management მოაზროვნე, management thinkers რო ეძახიან და ეს ადამიანი არის სტრატეგიის სპეციალისტი როჯერ მარტინი და მან აი პანდემიის დროს როგორ მახსოვს, ყველა მოიცალა და მათ შორის როჯერ მარტინმაც, რომელიც რაღაც სასწაული უნივერსიტეტების პროფესორია, კონსულტანტია და ასე შემდეგ და მახსოვს მისი სტატია, რომ დროა ვაღიაროთო, რომ ბრენდის სტრატეგია და სტრატეგია ერთი და იგივე რამეაო რა. ანუ სტრატეგია, ხვდებით? უბრალოდ აქ იყოფა, არის დიდი კომპანია, რომელსაც ბევრი ბრენდი აქვს და იმას თავისი სტრატეგიები აქვს, არის კორპორატიული სტრატეგია, რომელიც ასევე ბრენდის სტრატეგია, იმიტომ რომ კორპორატიულ ბრენდსაც მართვა და შენება უნდა რა. ამაში გულისხმობ იმას, რომ მაგალითად Unilever კომპანიას, ხო, არც ერთ პროდუქტს მისი სახელი არ ქვია, კომპანიის სახელი, მის პროდუქტები აქვს, ნუ რა ვიცი, აურაცხელი, ხო? ან იგივე Procter & Gamble რო ავიღოთ. Procter & Gamble არ ქვია არც ერთ პროდუქტები აქვს, მაგრამ თვითონ თავისთავად Unilever და Procter & Gamble თვითონაც ბრენდები არიან, როგორც ამ ბრენდის ფლობელები და რაღაცა ასოციაციებთან დაკავშირებული, რაღაც რეპუტაციის მქონე კომპანიები, ხო? ამიტომ ბრენდინგი როგორც მინიმუმ ორდონიანი არის კორპორატიული ბრენდინგი და არის პროდუქტების და მომსახურების ბრენდინგი. აი ეს ამბავია. და აი ამ ყველაფრის შენება, ამ ყველაფრის მართვა, მე უკვე იქ რთული თემები, ამ კომპანიას ბევრი ბრენდები რო აქვს, ამ პორტფოლიოს მართვა უნდა, ამას ქვია ბრენდის არქიტექტურა, ასე შემდეგ და აი ეს არის ბრენდინგის პროცესი. და აი ამ პროცესში საჭიროა, რომ ის ხალხი, ვინც უშუალოდ არის დაკავებული ბრენდინგით და მარკეტინგით კომპანიაში, ხო? დაფასებულები იყვნენ, წონა კონდეთ, ფიზიკური წონა არა, გავლენა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, ვინც თვალყურს ადევნებს რა ხდება ბაზარზე და რა ხდება ინდუსტრიაში, ესეც გავაცალკეოთ. ინდუსტრია არის ის კომპანიები, ვინც შენ სფეროში, ასე ვთქვათ, მოქმედებენ, ხო, შენაირ პროდუქტს აკეთებენ, მომსახურებას, ხო, კონკურენტები და ბაზარზე რა ხდება, ეს არის ადამიანები, მომხმარებელს რა ჭირდება. თვით ამას აკვირდებიან და ეს უკან მოდის და კომპანიაში აყენებს საკითხს რა და სამწუხაროდ ძალიან ბევრ ქვეყანაში მათ შორის ჩვენთანაც არის რომ რაღაცა წარმოებას გააკეთებს ინჟინრები ან ვიღაცები გადაწყვეტენ რომ ეს პროდუქტი უნდა გავაკეთოთ და მე მარკეტინგმა და გაყიდვებმა უნდა გაყიდონ და ეგრე არ არის რა პროცესი უნდა იყოს პირიქით მარკეტინგმა და გაყიდვებმა უნდა თქვან რომ რა პრობლემა დგას ბაზარზე, რა არის საჭირო, ეს მერე უნდა მოხდეს, ასე თქვა, ეს შემდეგ უნდა მოხდეს ამის წარმოება და შექმნა და მერე უნდა გაყიდო, იმიტომ რომ როდესაც მარკეტინგი და ბრენდინგის თანამშრომლები ამბობენ, რომ აი ეს პრობლემებია და შენ აკეთებ პროდუქტს ან მომსახურებას, რომელიც წყვეტს ამ პრობლემას, ხო, მერე გაყიდვას უკეთესად ხდება და ესა რა ქვია, დაალაგებულად და ჩამოყალიბებულად და ასე შემდეგ. ამიტომ აი მთელი ეს პროცესი ფაქტობრივად ადამიანების თან ურთიერთობის დაალაგებიდან დაწყებული პროდუქტი როგორი იყოს რაღაცა, აი ეს მთელი პროცესი არის ბრენდინგი. მთელი ფილოსოფია დგას ამ ტერმინის უკან და გამოდის ისე რომ იმდენად მარტივად ვუყურებთ რომ შეიძლება ერთმა ადამიანმა შეითავსოს ეს როლი კომპანიაში და შეიძლება ეგეც არ იყოს. არა, ერთმა ადამიანმა არ შეიძლება. ამ დროს ამას ჭირდება მთელი ამას ჭირდება უმაღლესი თანამდებობების, პირების, მფლობელების ძალიან დიდი მხარდაჭერა, მათი ჩართულობაც იმიტომ რომ მფლობელის შვილია ეს არის, ბიზნეს შვილი, ბრენდს მე ესე ვეძახი, შენი ბიზნეს შვილია და როგორც ბრენდს აი ბრენდინგი რა არის რომ მკითხე ამას ხანდახან ეს ცოტა პოეტურ ასე ვთქვათ პროზაულად ვამბობ რომ ეს არის ბრენდის აღზრდისა და გაზრდის ხელოვნება. აღზრდა სხვა რამეა, გაზრდა სხვა რამეა, ხო? აღზრდა არის რომ მასში ჩადო რაღაც ის ღირებულებები, ფასეულობები რაღაცა ასე შემდეგ რა როგორ თქვა, როგორი მენტალობის, როგორი ინტელექტის, თქვათ, ბავშვს როგორც და გაზრდა არის ფიზიკურად გაზრდა და შენი ბიზნესის გაზრდა არის, გაყიდვების გაზრდა და შესაბამისად შემოსავლების გაზრდა. აი ეს ამბავი, ამიტომ ჩართულები უნდა იყოს და მხარდაჭერა უნდა იყოს და უნდა იყოს რა თქმა უნდა პირიქით, რომ რა ჭირდება ბაზარს და ამ ბაზარს სხვათა შორის არ ყვირის ეს ჭირდება. ადამიანებმა ზოგჯერ არ იციან რა ჭირდებათ, იმიტომ რომ არ არის ეგეთი არ უნახავთ, ამას დაკვირვება უნდა და ძალიან ყურადღება უნდა და ძალიან დიდი პატივისცემა უნდა მომხმარებლებისადმი, რომ დააკვირდე ადამიანს გულიანად, რომ მართლა
რა გაუსწორდებოდათ, რა პრობლემა დგას. და სხვა შორის ეს დიდი, კარგი, ლეგენდარული ბრენდები, რომლებიც თავიდან პატარები იყვნენ და კარგად დაიწყეს და კარგად განვითარდნენ, ყველა თითქმის დაწყებული ამ ტკივილის აღმოჩენიდან, რომ რა პრობლემაა ბაზარზე რა. და ძალიან ხშირია, რომ სულ არ არის ადამიანი იმის სპეციალისტი, მაგრამ იმდენად შეაწუხა ამ პრობლემამ, რომ ადგადა თვითონ გააკეთა. მაგალითად, ასე დაიბადა გეპი. ხო, იმიტომ რომ პირველი ჯინსი, ასე ვთქვათ, გეპმა შეკერა, ამ ადამიანმა შეკერა, თავის ტანზე მოირგო, იმიტომ რომ ეს ძალიან სასაცილოდ ამბობთ ინტერვიუში, რომ არ მაქვს ხა ისეთი ადვილი ტანიო, რომ ამოიცვი შენი ზომა ჯინსი და ჩემი ზომაც რო ყოფილიყო, რაღაცა აქ ცუდად ქონდა იცო. ადგა და თუ არ ვცდების workers-ი გააკეთა პირველად, ცოტა ისეთია რა, ფარავს და მანდა მაინც ის აქ ჭირდება. აი ამ ტკივილებიდან დაიწყო რა, ჯობს ვერიტანდა ამ რაღაცა ერთფეროვან კრემის ფერ კომპიუტერებს და მივიდა იქამდე რომ ეს გააკეთა ხო და ასე შემდეგ ყველა. ხო, პირად ტკივილს და პრობლემას რომ აგვარებს ხოლმე, იქ მაინც სხვა pain in the market ესე ქვია ამას, ტკივილი ბაზარზე, ხო ეხა ეს ტრაგიკული ამბები არ არის, მაგრამ ნო ისა განცდილი. თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ასე ადამიანები იქცეოდნენ ადადან და ბაბადან რა. ამიტომ მე ვამბობ ხოლმე, რომ ბრენდინგი ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა რა. იმიტომ რომ ამას ახლა დაერქვა სიტყვა ბრენდინგი, ხო, ტერმინი გაჩნდა და მოუყარა თავი რაღაც იმ წესებს თუ მეთოდებს თუ არ ვიცი ფილოსოფიას, რითიც კარგია რომ საქმე აკეთო, ხვდებით? მაგრამ ეს ხო ციდან არ ჩამოვარდნილა რაღაცა მაგალითების საფუძველზე ვიღაცა დააკვირდა და ეს იწყება ადამიანიდან რა. და სხვა შორის არის ჩვენი უფროსი მეგობარი ბრენდის სტრატეგი მარტინ ეიმეიერი, რომელსაც პირველი სავარჯიშო, რომელიც ასე ვთქვათ, მეც ნასესხები მაქვს მისგან, როცა ბრენდინგის პროცესი იწყებს, აქვს ბრენდის ნეკროლოგი. არც მეტი, არც ნაკლები, რომ წარმოიდგინე, რომ აღარ ახარ 50 წელიწადში ვინ იყავი, რა იყავი, რას მიაღწიე, რა იყო შენი ღირებულებები, რას აკეთებდი, ვისთვის აკეთებდი და რატომ დააკლდები ადამიანებს, რა დატოვე? ხო, რა დატოვე? ამაზე ხო გარკვეული ასაკის მერე ყველა ადამიანი ფიქრობს, ხო, და ეს ადამიანიდან არის რა, კაი კაცი და კაი ქალი, სიტყვის კაცი, სიტყვის ქალი, ხო არსებობს, ეგ არის. არის ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს და მას აქვს კარგი რეპუტაცია, ნდობა, პატივისცემა და სიყვარული და არის ადამიანი, რომელიც ამბობენ, რომ ეს აფერისტია კაცო და არ მიეკარო და ასე შემდეგ. ზუსტად იგივეა ბრენდი გადმოტანილია ბიზნეს დისციპლინაში, იმიტომ რომ ადამიანებს უადვილდებათ რაღაცა ესეთი ჩარჩო ან რაღაც წესები დააწესონ, რომელსაც მიყვებიან რა მერე, ხო? და ეს აქედან აქ გადმოვიდა მეტი არაფერი, თორე თუნდაც საქართველოსთვის ეს წესითა და რიგით არ უნდა იყოს უცხო დისციპლინა და რომ არა საბჭოთა ის ჯოჯოხეთური პერიოდი ხა რუსეთის ასე ვთქვათ ოკუპაციიდან საბჭოთა ჩემი აზრით ოკუპაცია იყო ყველაზე ჯოჯოხეთური, იმიტომ რომ მას სრულ დეგრადირებამდე მიგვიყვანა, ხო? აი რომ არა ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, იმიტომ როცა მე ლექციას ვიწყებ, პირველი სლაიდი მაქვს არტეფაქტები, რომელიც ნაპოვნია საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ან ვიღაცამ შეინახა ასე შემდეგ. სადაც ყველგან არის ან დამღა ან ნიშანი, რომ ეს მე გავაკეთე, ან ეს ჩემია და ასე შემდეგ. და ეს დამღა რა იყო? ეს იყო ნიშანი იმისა, ასე ვთქვათ, ოსტატის ხელმოწერა, რომ ეს ჩემი გაკეთებულია რა. და ასე ვთქვათ, მე ბრენდინგში რაღაცები რომ დალაგდა, გაჩნდა ტერმინი თვითნაბადი ბრენდი რა, ხო? მაგალითად, არ ვიცი ნებისმიერი, არ ვიცი, მაყვალადეი და სანათესაოში, რომელიც აკეთებს მაგარ ხაჭაპურს და მთელმა ნათესაობამ იცის და უნდა ამ ხაჭაპურის ჭამა, ისიც ბრენდია, ის ქალი, ხო? ოღონდ ეს პერსონალური ბრენდი არის, ხო? არის თვითნაბადი ბრენდი ჭოპორტის პამიდორი, ხო? სერგოს ნაზუკი. ხო, სერგოს ნაზუკი და სუხიშვილები სხვათა შორის, ახლა მე არ მსმენია, სულ აკვირდები, რომ აი ეცა სპეციალურად მართავდა, მაგრამ ადამიანები სუხიშვილები დინამო თბილისი, ადრინდელი თქვათ, იგივე. და საქართველოში ბევრი ხო, და სამწუხაროდ გვაქვს მხოლოდ ძირითადად გვაქვს კატეგორია ბრენდები, ეგრეთ წოდებული, მაგალითად გოზინაყი, ჩურჩხელა, საცივი, ეს კატეგორია რა, ინდუსტრიის კონკრეტული ის არის. და არა ძალიან კონკრეტული ვიღაცის მიერ რაღაცა გაკეთებული.
მაგრამ ვინც ამას მიაღწია, ხო, ეხლა ეს გოზინაყი რატო არის ბრენდი, ხო, ეხლა მეც განსაკუთრებით მიყვარს, ვინც მოისმენს, ვინც მე მიცნობს, გაეცინებათ ახლა გოზინაყის ამბავს, მაგრამ ის ყოველთვის მაგარია, ხო, ყოველთვის სასურველია და ასე შემდეგ, იმ ახალ წელს ველოდებით რომ გოზინაყი. თუმცა მე როგორც ბრენდინგის სპეციალისტი ვარ ღვეხოლმე ამ იმას, იმიტომ ბრენდინგში თავარი კითხვები არის ვინ თქვა და რატომაც არა და რატომ არა ასე. ამიტომ ხანდახან თუ მომენატრება ავდგები და აგვისტოშიც გავაკეთებ ხოლმე, სულ არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ყოველთვის იყო კარგი, ხო? ეს მაყვალადეი და ყოველთვის კარგ ხაჭაპურს აცხობს. ეს ჭოპურტის პამიდორი სულ კარგია და დიდი ხანი არის ბაზარზე ხელმისაწვდომი და დაუგროვდა ეს რეპუტაცია თავისთავად, ხო? ის ადამიანებიც ჩვენი, არ ვიცი, წინაპრები ან ის ადამიანები გამოჩენილი ადამიანები, ხო, სულ ყველა პერსონალური ბრენდები არიან, არა, დაწყებული ილია ჭავჭავაძით. ავი შოთა რუსთაველი ხა არ ვიცით, ხო, როგორ გამოიყურებოდა საბოლოო ჯამში, ხო, მაგრამ ну ბრენდია ხო, იმიტომ რომ რომელს ვეფხისტყაოსანი დაწერა. ვეფხისტყაოსანი ცალკე თავისთავად ბრენდია ხო, იმიტომ რომ არის ეგეთი ადამიანი ბრენდები, რომლებიც მე ქმნიან ბრენდებს და ეს ერთმანეთში კავშირშია. იგივე მიტროფანე ლაღიძე ცალკე ბრენდია და მისი ლაღიძის ლიმონადი ცალკე ბრენდია ხო, უკვე პროდუქტ ბრენდია ლაღიძე ხო, ეს არის. ხო და აი ეს ამბები ვაჟაბშაველა და ავით ნიკო ნიკოლაძე და ეს ყველაფერი რა ხო არის კიდე იქ რაღაცა იმის სულგუნი ამის ისა ეს ყველაფერი ხო ამას დაერქვა ბრენდინგი ანუ ჩვენ რაღაც ველოსიპედი არ მოგვიგონებია და ეს არ არის რაღაც ატომური და კვანტური ფიზიკა ხა ჩემთვის რთულია ყოველ შემთხვევაში ეს არის სიტყვისა და საქმის დამთხევის ხელოვნება რა საბოლოო ჯამში და სიტყვა და საქმე რო დაამთხევი ამისთვის უნდა იყოს მზად და ამიტომ იწყება ბრენდინგი იქიდან რომ აი როგორი პროდუქტი უნდა რა პრობლემაა მოხარებელიდან იწყება როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა როგორი უნდა იყოს ეს პროდუქტი ან მომსახურება როგორი უნდა იყოს ამაზე ფიქრი რა რესურსები გჭირდება როგორი ადამიანები გჭირდება როგორი რაღაცა რა ემოცია შთავბეროთ ამას სული როგორი ჩავბერო როგორი ტიპი უნდა იყოს იმიტომ რომ აბსოლუტურად ააყირავა 21 საუკუნეში სოციალური ქსელების გამოჩენა ეს სეგმენტაციის თემა იმიტომ რომ აი რო არის რომ 25-დან 30 წლამდე რაღაცა ავისა მუშაობს ქალი რაღაც 25-დან 30 წლამდე და 35 წლამდე ქალებს რომელიც შეიძლება მუშაობენ საშუალო ან მაღალი შემოსავალი აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესები შეიძლება ქონდეთ. ანუ ერთ სეგმენტში ვერ მოაქცევ, ხო? ნუ მე წამოვიდეს customer insight, რომ აი კონკრეტულად რა უნდა რაღაცა და მე უკვე წამოვიდა რაღაც ისეთი მენტალური კავშირი რა, საერთო სურვილი რა არის რა, ხო? იმიტომ რომ დაგვანახა სოციალურ ქსელებმა, რომ სოციალურ ქსელი მეც მაქვს ხო და აქვს მამიდა ჩემსაც რომელიც 90 წლის გახდა აგერ 3 დღის უკან და ხანდახან მიგულავს ხოლმე რა ხო და როგორ მოხდა სეგმენტაცია ხო ამიტომ ბრენდები ფიქრობენ რომ რა საერთო ინტერესის გარშემო ვაერთიანებთ ამ ადამიანს რა პრობლემას უწყვეტავთ აქ შეიძლება დაემთხეს რომ აი რაღაცა ეს ხალხი ეს თაობა მოიხმარს ან შეიძლება უბრალოდ ინტერესების ამბავი ხო და ეს ბუნებრივად იცოდნენ ადამიანებმა, რომელიც ლოგიკას მიყვებოდნენ, რა, ხვდები? ინტუიტიურად. ხო, ინტუიტიურად, რა, ხო, ეხლა ვიღაცა ესე ფიქრობს, ვიღაცა ისე, ვიღაცისთვის მიუღებელია, რომ არა, ძმაო, ჩემი ხელიდან ეს ვერ გავა, ეს არ ვარგა, რა, ხო. და ამბობენ ამ სიტყვას და არა სიტყვა ბრენდინგსაც. ბრენდინგს არა და პროცესები იგივე იყო. რა, სიტყვა რა, as good as my word, ხო იცით? ერთხელ იმან ახსენა, რა ქვია, ჩარკვიანმა გელა ჩარკვიანმა შექსპირს აქვს ნათქვამიო რა ეგ არის as good as my word ანუ ისეთივე კარგი როგორც ჩემი სიტყვა ხო აშენ ჩემი ულვაშის ამბავია მაგრამ ეს ულვაში ვიცით ხო მკინოებიდან რომ ზოგის მართლა ულვაში იყო და ზოგის აგერ გატენილი მაქვს ვისაუბროთ ვირსახოცი შენი წერ ულვაშითო მაგრამ ხო ზოგი ისე იყო ზოგი ისე იყო და შესაბამისაც იღებენ ეს ადამიანები ხო ვისაც დადებითი და კარგი რეპუტაცია აქვს იმას მეტი ნდობა აქვს და მეტი შესაძლებლობები აქვს ვისაც არენდობიან და არის ეგერ თავისთვის ან აქვს ცუდი რეპუტაცია და არ უყვარდა ვერ იტანენ და საბოლოო ჯამში სადღაც მაინც ურტყამს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ეს მდიდარი კაციც იყოს ან ქალი ალექს ეს რეპუტაცია ერთი რომ მივაღწიოთ ამას და მე რომ შევინარჩუნოთ არის ალბათ რაღაცები რომ ჩვენი ღირებულებები გვაქვს და აი ამ ღირებულებებს და პრინციპი სიტყვას რო გამოვიყენოთ არ გადავალთ ამას აი მაგალითად აი ამას არ ვაკეთებ ამასთან არ ვთანამშრომლობ
არ ვიცი, ამას არ შევასრულებ, რაც არ უნდა გადამიხადონ. აი ესეთი პრინციპები ალბათ არსებობს აქაც და შენც თუ გაქვს რაღაც მსგავსი პრინციპები, რომ ადამიანს მაინც უნდა რომ მისი სახელი დაკავშირებული იყოს ამასთან და არ იყოს დაკავშირებული ამასთან და ამასთან. კი, რა თქმა უნდა, პრინციპები გეხმარება, რომ ყოველდღიური გადაწყვეტილებები მიიღო, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება დაგავიწყდეს რაღაცეები, ახლა შენი ღირებულებები არ დაგავიწყდება, მაგრამ რაღაც აი უცებ იმდენად დასწრაფდა სოფლიო, რომ რაღაცა, ხო, ახლა ბრენდის სტრატეგიის აი პლატფორმის ნაწილს, საკომუნიკაციო პლატფორმის ნაწილს რო ჩავხედოთ, იქ არის მამოძრავებელი იდეა ან ბრენდის დანიშნულება, ესეც ან ერთი ან მეორე, ხო, ვისაც რომ მე არის მისია, მე არის ხედვა და მე არის ფასეულობები და რაღაც ბრენდის პერსონიფიკაცია და შემდგომ. ფასეულობები, ხო, აი მისია, მამოძრავებელი იდეა და იმასთან ერთად გეხმარება, რომ ყოველდღიური გადაწყვეტილება მიიღო. ეს ერთი, რომ რას ვაწერ ხელს და რას არა. შენ სწორად თქვი რა, ხო? ოღონდ ეს მართლა ესე უნდა იყოს რა, ხო? საქმით, ყველაფერი საქმით. ამიტომ სტუდენტებს ვეხმარები ხოლმე, რომ ეხლა ვიღაცა თუ მომიტანთ, რომ ისა ხარისხი, გუნდურობა და პროფესიონალიზმი ამას ჩამოწიგწიგებოს, დაგიწერთ ორიანს, თქო, იმიტომ რომ ეს ახლა ანაბანა. კი, ყველგან წერია. აი რეალურად მართლა შენი ღირებულება რა არის? ეგ არის და მე რაც თავარი ამითი აშენებ გუნდს, ის დიდი იდეა ან დანიშნულება რაც გაქვს, ამ დიდი იდეას უზიარებ და მაგრამ ამის აღსრულებლები გზებით სხვანაირი შეიძლება იყოს, ადამიანების სხვანა. მე შენი ჭკუის ხალხს ეძებ რა. ხო, ანუ ღირებულებები ვერ იქნება თავს მოხვეული, ძალიან ხშირია ეს შეცდომა, თქვათ იგივე შიდა ბრენდინგში, რომელიც ასევე შიდა ბრენდინგი ძალიან გამოტოვებული, დავიწყებულია და არიციან და მე ვთვლი, რომ შიდა ბრენდინგის დეპარტამენტი, HR დეპარტამენტია, რომელმაც ადამიანებზე უნდა იზრუნოს და არა მართოს, მოუაროს და რაც თავარია, როდესაც ღირებულებები არსებობს, ფაქტობრივად ეს ღირებულებები ჩემი აზრით სხვა რაღაცეებთან ერთად არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმები, როგორ ადამიანებს ეძებს. ღირებულებები უნდა იყოს თანაზიარი და არა თავსმოხვეული. ახლა შენ რაღაც აგიყვანეთ ჩვენ სამსახურში, ხო? დღეიდან აი ეს ღირებულებები გვაქვს და შენც უნდა დაიზია. ხო, აი ძალიან მარტივი მაგალითი რო თქვა, ყოველთვის ამას ვიყენებ. თუ საბავშვო ბრენდი გაქვს, ხო? მინიმუმ უნდა უზრუნველყო ის, რომ ყველა თანამშრომელს ბავშვები უყვარდეს. კი. ხო ხვდები რა, აი ეს ამბავია, თანაზიარობა. ახლა ბავშვი თუ არ უყვარს, ხო, მაშინ იქნება ეს რაღაცა საბჭოთა ბაღი და სკოლებებით იქ დაჟჯა და მათრახი და უბედურება და ამბავი და ნუ სხვაგანაც ხდება ეს რა თქმა უნდა, ხო? ამიტომ ხო და რა თქმა უნდა მე მაქვს ჩემი პრინციპები, მე რომ მაქვს ისეთი უნდა, ხანდახან ხელს მიშლის, მაგრამ აი მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ ხელს შეგიშლის, ზოგჯერ არ მოგიტანს შემოსავალს, იმიტომ რომ ამას ხელი არ მოაწერე. და შენ თუ ხელს მოაწერ, ამას ბრენდინგში პირდაპირ ქვია brand prostitution. აი ესე პირდაპირ ქვია. არის კიდეც. ხო, ნუ არის და ესე იგი თუ ისა რა, high haraleze გაქვს ჩამოწერილი ეს ღირებულებები და კარგად დაფიქრი არა გაქვს, იმიტომ რომ შენი ღირებულებები იდეაში განსაზღვრავს შენს ერთი მენტალობას, მეორე ტვინწყობას კონკრეტულად და მეორე უკვე იმ ნაბიჯებს, რასაც დგამ, ანუ საქციელზე აისახება რა, ხო ხვდებით? და აქედან გამომდინარე და თუ არ აწერ ხელს ეგეთ რაღაცებს, კი, სადღაც არ გექნება ის შემოსავალი, სადღაც ნაკლები იქნება რაღაც, მაგრამ გრძელვადაში ისეთი რეპუტაცია გროვდება, რომ მე ის რეპუტაცია წერს ფულს, ხო? სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა, შოთიკომ გითხრა და დაგვიბარა. ბრენდი კიდევ საიდან იწყება? ხო, და კიდე არის ძველახქმაში, ახლა ზუსტად არ მახსოვს. რო ის არა კეთილი სახელი, უფრო ძვირფასია, ოქროზე და ვერცხლზე და ასე შემდეგ. ხა ზუსტი ფორმულირება არ მახსოვს. ხო, ძველახქმიდან მოდის. ამიტომ ისეთივე ძველია მართლა როგორც კაცობრიობა და საბოლოო ჯამში გეუბნება იმას, რასაც გეუბნება ქრისტიანული პრინციპები, რა სინდისით, ნამუსით იცხოვრე, გააკეთე ის, რაც კარგად გამოგდის და არ იმაიმუნო, არ იმამაზაღლო და მოემზადე ამ ყველაფრისთვის რა, ხო? სხვა შორის ერთი ესეთი ის მახსოვს ჩარჩენილი მაქვს, რომ დავით სარაჯიშვილის, ასე თქვა, ძალიან წარმატებულ ამ კომერციულ საქმიანობას ფაქტობრივად მართავდა მისი მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი, ხო? და ეს ქალი ცოტა არ არის ისე სათანადოდ დაფასებული. ხო და მე მის შესახებ სხვა შორის გავიგე ცირაელისაშვილისგან, როდესაც ის თბილისზე და იმაზე გვიყვებოდა, აი რაღაც ეკატერინე, მე ჩაურვამდი და ვიღაცას უკითხავს რა, რომ თქვენო რითი ხელმძღვანელობთ, იმიტომ რომ ამ ქალმა შემოიღო ეს შესვენება, დამატებითი ანაზღაურება თუ ასე თქვა ზედმეტი საათი იმუშავა და რაღაც ამბები რა, ხო, ნუ მაშინ რა, როცა იყო.
თქვენ რითი ხელმძღვანელობთ აი რა მეცნიერებას მიაგენითო ეხლა ეს რაღაცა ისეს და ქრისტიანული პრინციპები თუ უპასუხა ხო ეს ამბავი და ალბათ ყველგან ესეა ხო ეხლა სინდისი და ნამუსია ჩვენთანაც და მულღაზანზარშიც და არ ვიცი ყველგან რა ხო და შესაბამისად ეგ არის რა და ახალს არაფერს ვიგონებთ გზით იშოვო ფული ოღონდ არ მინდა ვინმე გაიგოს რომ ბრენდინგი არის ღრუბლებში ფრენა და ეს რაღაცა მისიონერობა არავითარ შემთხვევაში ბრენდინგი სწორედაც რომ მიმართულია რა თქმა უნდა ეს უხეშად რო თქვა ფული შოვნისკენ ოღონდ სწორი გზით და ეს ფული რო იშოვოს სტაბილურად და ეს იყოს მზარდი ხვდებით ანუ რაღაცა ღირებულება შექმნა რის სანაცვლოდაც შენ ფულს გადაგიხდიან ხო ანუ სალკარა რო არ ითამაშო და 21 საუკუნეში ვეღარც გაქაჩავ რა სადღაც დაინგრევი აუცილებლად იმიტომ რომ მომხმარებელი და ბრენდები და კომპანიები არ არიან მონოლოგის რეჟიმში. ადრე კომპანიები იყვნენ მონოლოგის რეჟიმში, რეკლამა ისა ეს. ეხლა მომხმარებელთან დიალოგის რეჟიმში ხარ, აგერ დაგიწერს პოსტს, დაგთაგავს, იმას გიზავს, ამას გიზავს, ასე ესე და მე კრიტიკული მასა რო დაგროდება, ეს ცუდად იბუთქებს რა. შენ თვითონ გაქრები, იმიტომ რომ სხვა მოგერევა, იმიტომ რომ უკეთეს ღირებულებას შექმნის და ის არ იქნება მტაცებლად აღქმული ხიშნიკი რო იძახიან ჩვენთან. და იქნება კომპანია დახმული, რომელიც მართლა წყვეტს პრობლემას და ეგულება, გიждები ამ ქართულ სიტყვაზე, რომელიც რაციონალიც არის და ემოციაც, რა, ეგულება, რა, რომ ეგულები, წარმოიდგინე მაგარი რამე, რომ გულში, ტვინში ყავხარ და იცის, რომ როცა რამე დაჭირდება კონკრეტული, ხო, რა, რისი ბრენდიც არის, მოგაკითხავს ისენი დახვდები და ასე შემდეგ. ამიტომ ხშირად მithქვამს ხოლმე მე, რომ ბრენდი, ხო, ფაქტობრივად იგივე ნაირი ფენომენია, როგორც სასწრაფო და სახანძრო რა, ხო? რომ გიჭირს და მოვა და აგერ არის რა. ხო, ხდება, დაახლოებით ეგეთი ამბავია. ეს არის ადამიანების სურვილების, საჭიროებების, მოთხოვნილებების, დაკმაყოფილების, ასე ვთქვათ, ფენომენი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს სათანადო მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა ვიტყვი, რომ შეცდომებიც ხდება, დიდ ბრენდებსაც მოსვლიათ, ამისგან დაზღვეული არ არის, მაგრამ აქ მუშაობს რეპუტაცია. მაგას არ იზამდა, ხო იცი, აი ესეთი ამბავი როა. და თუ იზამდა, ხო, ასეთ ბრენდებს ისიც ესმით, რომ აღიარონ, თქვან, რომ ჩემი სიკვდილი. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, რა თქმა უნდა, ამას service recovery ქვია, service rebranding-იდან შემოვიდა, რომ კი ბატონო, აღიარა და უცებ ჩააქრობს ნეგატივს, ხო? აი, როგორც ბიჭი, რომ ის ხარს გაკრავს ქუჩაში და თუ მოუტრიალდა და უკაცრავად არაუშავს ძმაო ეუნება და თუ გაიარა, მერე იქ იწყება, ხო, ჩემი ძმა, ნელა იარე რამე რაღაცა აკეთ იქ ზუსტად ეგ ამბავი. ხო და ამიტომ აი ესეთი ის არის რა ეს რომ თქვა შევაჯამოთ რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია უბრალოდ ამას უნდა ცოდნა რა როგორ ეკონტაქტო ადამიანებს მომხმარებლებს შიგნით თანამშრომლებს გარეთ როგორ დაალაგო ამ ადამიანებთან ურთიერთობა ისე რომ შენი არსებობით ადამიანები იყვნენ კმაყოფილები ანუ ეს არის ურთიერთობის ფორმა, ერთგვარიც. ურთიერთობის ფორმაცა, ყველაფერი ხო ურთიერთობაა, ყველაფერი არის აღებიცემა. We all are in sales, ეგეთი გამონათქვამია, ხო? და ნუ ეხა ვიღაცები ჭუბობენ ამაზე, მაგრამ რელიგიიდან დაწყებული ყველაფრიდან გაყიდვებია, ხო? და რელიგიები რო ბრენდებია, ისეთი უნდა ჩამოყალიბებული თავისან ბოლომდე, ხო? სასოფლოში მოხვედრას ყიდიან, ისა ის ანუ გაყიდვა სიტყვა ეგ არის, რომ რაღაცა იდეა, ასე ვთქვათ, მოყიდოს რა ადამიანი დაგაჯეროს, ან ფული გადაიხადო, ან რაღაცა და იჯერებ კიდევაც, ფულსაც იხდი კიდევაც და კაცისთვის რო არ უნახია ის ზემოთ სასופველი, ერთ-ერთი სერიოზული, ხო, უმაგრესი ბრენდები არიან, თავის ყველაფრით, აი ყველაზე გამართული ბრენდები არიან რა. ესე იგი შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული. განსაკუთრებით, კი ბატონო, განსაკუთრებით თუნდაც დიდი კომპანიები და დიდი ბრენდები, რომლებმაც მოიხვეჭეს სახელიც და ნდობაც, მაგრამ ერთი არის რომ რაღაც შეგვეშლება, მაგრამ მეორე ბევრად მნიშვნელოვანი არის, რას აკეთებ მას შემდეგ, როცა რაღაც შეგეშლება, მაგრამ აქ ალბათ ჩაირთვება ერთი მომენტი, რომ იქამდე რა რეპუტაცია გქონდა. ანუ შენ თუ იტყვი და აღიარებ, რომ იცი რა არის ეს დამემართა. ხო, გაპატიებენ რა შემთხვევაში, შენ თუ გქონდა შესაბამისი რეპუტაცია. აქ მუშაობს თქო ეგ რო თქვი, ეგ არის რომ გაპატიებენ, იტყვიან რომ ხო, კაი არაუშავს. თუ შენ ამას აღიარებ და თუ არ ცდილობ იმას და სხვა შეს ყოველთვის ვამბობ რა, დამკვეთებსაც, ვისაც სტრატეგიას უკეთებ ეუნები და სტუდენტებსაც და მსმენელებსაც. ყველა სტუდენტი არ არის ზოგი კურსია და ეს
ვეუბნები რომ თუ თქვენ დაგემართათ შეცდომა, ფული დასაბრუნებელი გაქვთ, ან პირიქით კიდე რაღაცა ან ასანაზღაო, ან საჩუქარი გაქვთ გასაკეთებელი, ან რაღაცა, არავითარ შემთხვევაში ეს არ აღიქვათ, ნახეთ დამოკიდებულებები. ბუღალტრულად ეს ყოველთვის ხარჯის ნაწილში გატარდება, იმიტომ რომ ხარჯვითი ნაწილია, მაგრამ მენტალურად რასაც მე ვეძახი, თუ ბრენდალიტეტი გაქვს, ხო, ეს უნდა აღიქვა ინვესტიციად რეპუტაციაში. ეს ძალიან კარგი სიტყვა თქვი ალექს და კიდე ბრენდალიტეტი. ხო, ბრენდალიტეტი არის, რომ იცი რომ მოხმარებელს უნდა ეფერო, ეს რავა ყველას უნდა ეფერო და მომივიდა, არის ტოპან რა. მომხმარებელს იცი რომ უნდა ეფერო, იცი რატომ უნდა ეფერო. და ეს გულწრფელად რო გინდა რომ მოეფერო და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში იცი რომ შენ ბიზნეს ეფერები ამით, როცა შენ თანამშრომელს ეფერები და მომხმარებელს ეფერები შენს ბიზნესს. ეს არის ბრენდალიტეტი რა, აი ეს ტვინწყობა უნდა კონდეს რა. და შესაბამისად ის რომ კაცს დაუგვიანე რაღაცა დეფექტიანი რაღაცა მივყიდე, ხო? ან არასწორი რამე გაუგზავნე, აი როგორც Amazon-ი აკეთებს გადასარევად, დაიტოვე და კიდე გიგზავნე, ხო? ნუ რა თქმა უნდა გიკვლევენ ახლა ვიღაცა ხო არ მაიმუნავს, მაგრამ ამის გამო სხვებს არ აწუხებენ, ხო? აი ეს დამატებითი ბუღალტრული ხარჯი ყოველთვის იქნას აღქმული როგორც ინვესტიცია ბრენდინგში და არ დაგენანოც თქო რა, იმიტომ რომ თუ თქვათ რაღაცა კერძი მოგიტანეს, რომელიც არ ვარგან რაღაცა ის არის, ხო? აი იქ რო ისადილებს ადამიანი, მე ამას გამოუცვლი და ბოლოში ფულს არ გადაახდევინებ, ეს თანხა არ ვიცი 100-ია, 200-ია, 500-ია თუ 1000 ლარია, ეს არის ინვესტიცია იმაში, რომ ის ადამიანი გავა და იტყვის, რომ ესეთი რამე დამემართა, მაგრამ ისე მომექცნენ ძმაო ან დაო, რომ აი რა ვიცი და ბევრს ილაპარაკებს ამაზე რა. ნუ ჩათვალეთ, რომ ეს არის ინვესტიცია რეპუტაციაში და კომუნიკაციაში. და ბრენდის ამბასადორებიც ხდებიან და მათ ნუ ხო, რა ზოგი ხდება, ზოგი ისა და ზოგს მე კიდევ მეტად აგენერირებს დობას, რომ ესე იგი ესენი თუ ასე იქცევიან, აქ ცუს არაფერს დამმართებენ. ხდები არ შემტენიან და ასე შემდეგ და სხვა შორის არის ეგეთი ძალიან მაგარი კაცი, რომლის წიგნი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც წავიკითხე 2002 წელს რა, Love Marks ესე ქვია. ამ კაცის სახელი და გვარი ეხა დამავის და ის იყო სააჩიდან სააჩის CEO და Love Mark-ი რა იყო, ანუ ბრენდის მერეო არის Love Mark, ანუ საყვარელი ნიშნა, ანუ რას ნიშნავს და იმას ადარებს რა წარმატებულ გძელვადიან ქორწინებას რა. High love, high respect იძახის მაღალი ეს დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემა, ინტიმასი, ძალიან მაგარი და loyalty beyond reason. ანუ უკვე რო აღარიცი რა, ხო ხდებით და ამ წიგნს რო გავდიოდით, ჩვენმა ლექტორმა სხვათა შორის გითხრა, რომ ეგო როგორი რამეა, ვიციო? გიბარებთო რა, ხნიერი კაცი იყო, ძალიან მაგარი პროფესორი იყო, რომ აი მაგალითად თუ ესეთი სისულელე დაგემართათო, რომ ადამიანს კითხე რატომ გიყვარვარ, იმან თუ ჩამოგიბულით პოინტაო, დავიღუპეთო, არ უყარხარო, იმიტომ რომ ესე იგი საღად შეუულია ილაპარაკოს. და თუ გითხრა რომ რა ვიცი, მიყვარხარ, ესე იგი ეგ არისო რა, ხო ხდება, ანუ loyalty beyond reason. ძალიან ბევრი ბრენდია, ხო, რომელსაც ადამიანები უკვე შეიძლება ვერ დაგისახელონ, რომ რატო ყიდულობს, ხო? ნუ ეგ არის მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. თავიდან რატომები არსებობს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე უკვე ის არის რა, შენი ცხოვრების ნაწილია რა. ცოტა ჩვევაც. ჩვევაც, რა თქმა უნდა, როჯერ მარტინმა სხვათა შორის ეგ დაამტკიცა ფსიქოლოგებთან ერთად, რომ ერთი ბრენდიდან, ერთი კომპანიიდან მეორეზე გადასვლაო habit change, ანუ ცევისთვლებაა. და მიჯეჭულობა ყალიბდება ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, რომ რა უნდა გააკეთოთ ისეთიო, რომ ადამიანს ქცევაში იაცლებინოთ, რა თქმა უნდა, ბრენდები ჯგუფებიან არის full brands, push brands და super brands ესე ქვია რა და ეს push და pull ბრენდები დაახლოებით იგივე სიტუაციაშია, სულ საჩალიჩო აქ რო აგერავარ, იმიტომ რომ არის ძალიან დაბალი ჩართულობა ფასის რა, ეგ გაზიანი წყალი, ჩიპსი რაღაცა და ადვილად შეიძლება გადავიდეს, მაგრამ ზემოთ უკვე ის რო არის, მაგრამ ეგეთ ბრენდებს შორისაც, სადაც რა ვიცი, მოდი დღეს ამ ჩიპს გავსინჯავ, ან აგერ ამ ლუდს დავლევ, მათ შორის არის სუპერ ბრენდები ასევე, რომელსაც რავი ადამიანი არსად არ მიდის რა, Pringles-ი უნდა და უყვარს რა ვიცი, ან Guinness ვავს და всё იმის ფანი. მაგრამ სულ ისა ყურადღებით უნდა იყოს. ადვილი გადმოსასვლელი, ანუ ერთი სუიხვეწება, მეორე არ იხვეწება, მაგრამ იძახის რომ აქა ვარ ბატონო, ხო? და ნუ სუპერ ბრენდები არიან საყვარელი ესეთი აი ეს love mark-ები რა, რომელსაც ერთადერთი და განუმეორებლები არიან რა. ეხლა მაგალითად
არც ერთ ადამიანს არ აქვს ყველა მიმართულებით ერთადერთი და განუმეორებელი ბრენდი, ჩვენ ყველა რაღაცებს სინჯავთ, მაგრამ გვაქვს ფავორიტი ბრენდები, ხო, თქვა 3-5 ცალი გვაქვს იმაში მჭიჩი და იქ წრეს ურტყამთ და მათ შორის ყველაზე ხშირად ვისაც ვირჩევთ და ამდენი ეს კრიტიკული მასა ბევრია ამის ამრჩევები, ისინი არიან სუპერ ბრენდები რა, მაგრამ არის რაღაც მიმართულებაში, რომ ერთადერთი და განუმეორებელია და მორჩა. მე მაგალითად Apple-ის გარდა არ განვიხილავ არც ტელეფონს, არც კომპიუტერს და არც არანაირ გაჯეტს. ხვდებით? აი ვერ განვიხილავ უბრალოდ, არ შემიძლია. იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე იფიქრა, რატომაც შეგვაჩვია მინიმუმ სენსორულ დონეზე. ყველაფერზე იფიქრა. კი, ანუ პირველი მომენტიდან, როცა ეხები პროდუქტს, მაშინვე ჩნდება ემოციური კავშირი. ტერმინი ბრენდინგი რა, ანუ ტვინდინგი, ხო? ყველაფერი ტვინამდე დადის და ჯობსმა მართლა ყველაფერზე. ამიტომ თქვა ემოციებზე კი, იმიტომ რომ ყველაფერზე იფიქრა მართლა რომ აი ეს თუნდაც ეს მე მახსოვს პირველი შეხება მაგთან რა და ძალიან დიდი სხვაობა იყო თქო სხვა რაღაცებთან პირველ შეხებას შორის თქო მოგატყუებთ სხვა შორის მინდა გითხრათ იმიტომ რომ ეს იყო საოცარი შეგრძნება ეს ხმები ეს ინტერფეისი ეს რაღაცა ისა ესა ეს იყო საოცარი და ნახეთ რა მაგარი რამე თქვი ხა ყველაფერზე იფიქრა ხო კი, ვიზუალური ნაწილი, ხარისხი, ტექნიკა. და გინდა რომ ადამიანებმა შენი ნაშრომი იყიდონ, კი შენ უნდა იფიქრო ყველაფერზე. მომხმარებელი არ უნდა აფიქრო და არ უნდა აჩალიჩო და არ უნდა აწვალო. თუ კი ვინმე ძალისხმევა უნდა და გაწიოს, ეს არის. ამიტომ არის ბრენდის მუდმივა, ესე ქვია, ჩემს შესავალ ლექციას ხოლმე რა. ეს არის მუდმივი პროცესი, ეს არ არის ერთი წრე, რომ ბრენდინგი გავაკეთეთ და ხოჭა არა. და ამიტომ ვეუბნები, რომ ფსიქოლოგიური ღუზები რო არ ჩაუშვან ადამიანს, ვეუბნები, რომ ეს ბრენდინგი გავაკეთეთ, ანუ სტრატეგია დაიწერა, აღიქვით როგორც საპროექტო ბრენდინგი და ნამდვილი ბრენდინგი მე ცხოვრება იწყება ამის აღსრულებისას, რომ ეს ესე მოხდეს და კიდევ ასე ვთქვათ, ჩემი ფილოსოფიიდან გამომდინარე ბრენდი ადამიანიდან უხსნი რა, რომ სტრატეგიის გაკეთება არის ბავშვის ჩასახვისა და მუცლად ყოფნის პერიოდი. და ამ პერიოდში მე ვარ გინეკოლოგი რა, რომელიც მიყვება ფეხმძიმე ქალს და ეუბნება, რომ ესექენი. მერე ბავშვი რო დაიბადება, იმას უნდა მერე აღზდა და გაზდა, ხო მართალია? ეს არის ის პროცესი. ნამდვილად, ხო, რა სასწავლი, როგორ ასწავლი, ვინ გეხმარება, ასე შემდეგ. და ეს ბავშვი თუ კარგად აღზარდე და სათანადოდ აღზარდე, ხო? მერე გავა გარეთ და ეტყვიან, რომ რა დედამ გაგზარდა, შვილო, შენ შემოგევლე, ანუ პროდუქტს იყიდიან, თუ არა და ისევ დედაზე დაელაპარაკებიან, ოღონდ სულ სხვა მხრივ. იგივე ამბავია რა. როგორც ბავშვი არის ოჯახის სარკე, ბრენდი არის კომპანიის სარკე. და სხვა შორის მისი თანამშრომლებიც. და ეს ჩვევადრო აქციო თითქოს ისე ჩანს რა, რომ მარტივია, მაგრამ იქამდე იმდენი პროცესი ხდება. შიდა პროცესი ბრენდინგის ნაწილში რომ მომხმარებელი მიიყვანო იქამდე რომ ჩვევაში გადაუვიდეს შენი მომსახურების თუ პროდუქტის გამოყენება და ასე ვთქვათ შეჯდეს. ხო. რაც ბევრი ყოფილა. კი, ძალიან ბევრი ყოფილა. და მიჯაჭულობა ყალიფდება. ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერმინი, რომ მიჯაჭულობა ყალიფდება პროდუქტსა, მომხმარებელსა და ამ პროდუქტს შორის. მაგრამ ვინც ამას აკეთებს, ვინც ამ პროცესებს შესაბამისად გეგმავს და ვინც ამას უყურებს ბრენდს და ბრენდინგს როგორც ფილოსოფიას, ღირებულებას, ურთიერთობას და აი ამ წონას დებს მასში, მათ რა თქმა უნდა გამოუვათ აი ესეთი შედეგზე რომ გავიდნენ. გამოუვათ, ხო, ოღონდ ამას უნდა გძელი ვადა. ჩვენ სამწუხაროდ სულ 30 წლის ქვეყანა ვართ. ეს ერთი, მეორეს ერთი ჩვენთან არასოდეს დღემდე არ ყოფილა ჭეშმარიტი დემოკრატია რა, ხვდებით? და ბრენდინგი არის დემოკრატიული საზოგადოების ხელსაწყო და ეს არ არის დარასკლადებული და დაალაგებული ქვეყნის ხელსაწყო, ხვდებით? იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება თავისას რაღაცას აწვება, კაცურ ან ქალურ პონჩი, რაღაცებს არ კადრულობს რაღაცები, ხო, ვიღაცა, მაგრამ დარასკლადდება ვიღაცასთან და უცებ იშოვის იმას, რასაც შენ აქ წვალობ და ასე შემდეგ. და ამიტომ არის ეს ბრენდალიტეტი ჭირს ეს იმიტომ რომ ადამიანები ვერ ხედავენ მკაფიოდ რომ მე თუ ამდენი ვიწვალე და ამდენი ვიჩალიჩე აქედან შეიძლება შედეგი ვერ მიიღო და ვერც გაამტყუნებ და სწორედ ამიტომ არის რომ ჩემი პროფესიიდან მიღებული შემოსავალი არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს ანუ შეკვეთების რაოდენობა ამ ქვეყანაში რომ იძახის ადამიანი რომ
ხო რა ვიცი, ხა ამდენი რომ ვიწვალო, აგერ ეს იმას ისა და მე მიდის რაღაც მოკლევადიანი ამბები, რომ აი პატარა უცებ ფულს მოუყარო თავი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანებს მინდა უთხრა რომ მიუხედავად ამ დარასკლადება და ამორასკლადებისა შეიძლება დადგეს ის დრო და ალბათ დადგება რომ საბოლოო ჯამში მაინც ვიღაცას რაღაცა ასარჩევი ექნება და ისევ შენ ჯობია კაი კაცი იყო ვიდრე არ იყო კაი კაცი ხო ხდები და ისევ დააკლდე ადამიანებს რა აი ეს ამბავია ხო და ეს არის მარტივი ლოგიკა რა მარტივი ესე სალაპარაკოთ ხო მაგრამ საკეთებლად რთულია იმიტომ რომ როგორც ჩვევაში უნდა გადაუდიდეს მომხმარებელს შენი ბრენდი. სანამ მომხმარებელს ჩვევაში შენი ბრენდი გადაუვა, შენ უნდა გადაგივიდეს ჩვევაში ბრენდის შენება, თანმიმდევრულობა, ხო, მიზანმიმართულობა და პრინციპულობა, რომ არ უღალატო შენ იმას და საკუთარ თავში თან ეს და ამიტომ ძალიან ხშირად ვიძახი მე, რომ ბრენდის სტრატეგია თქო რა, აი ეს დიადი იდეა ან დანიშნულება ან მისია ხედვა ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლის არის შიდა დანიშნულებისთვის. იმიტომ რომ აი ყელში რო ამოგივა, რომ მოგბეზდება, აი გულის რევამდე რომ მიხვალ, დილით ადგომა რო აღარ გინდა, ეს არის აბსოლუტური ზღაპარი ვიღაცები რო იძახიან რომ თუ შენი საქმე გიყვარს, სულ ყოველდილით წამოფრინდები. სულ რო გიждდებოდე ყოველდილით ვერ წამოფრინდები, რაღაცები ხდება. მაგრამ მეორე დილას თუ არა და მესამე დილას რო წამოფრინდები, აი ეს გაძლევს ამ იმას, რომ მე ეს არ გათმობინებს ამ ყველაფერს რა. ამიტომ ბრენდინგი ასევე არის დისციპლინებულად საქმის კეთება. ესე ვიძახი ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ეს დისციპლინა ჩვენ ქვეყანაში აი ამ საბჭოთა პერიოდიდან მხოლოდ რაღაცა სადამსჯელო კი, სიტყვა დისციპლინა მაგშინარსთან არის. რომ მთელი ცხოვრება მესმოდა რომ ჩიქოვანი უდისციპლინოა სკოლაში რა და უდისციპლინო რატო ვიყავ, იმიტომ რომ ვიძახდი რომ არ მინდა ესე კეთება და ასე გავაკეთებ რა, ხო? უზდელი და ტუტუსი კი არ ვიყავი, მაგრამ ხო, სხვანაირად ვამე უდისციპლინო. არა და დისციპლინა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არის უმაღლესი რანგის თავისუფლება, როდესაც შენ თავს უწესებ წესებს და ამ წესებს მიყვები. სხვა კი არ გახვევს თავს და ასე შემდეგ რა. ანუ უწესობა კი არა პირიქით. ყველაზე მეტად წესებია. წესებია, რომელსაც მიყვები და მაშინ, როდესაც ეს ამის კეთება არ გინდა, მაშინაც რო აკეთებ. რა ხა მოტივაციაზე დამოკიდებული ვერ იქნება. ყველას თუ არსმენია, მე ვეტყვი, რომ მაიკლ ფელპსი არის ესეთი ამერიკელი მოცურავე, რომელსაც აქვს ну აი აურაცხელი რაოდენობის ოლიმპიური და მსოფლიო და რავი ყველაფერი მედალი ხო და მასთან ინტერვიუ იყო და ხა მე ხო ჩემი პროფესიიდანაც რაღაცებს ვაკვირდები და თქვენი წარმატების საიდუმლო რა არისო რა და ორი რამეაო რა მე ვაკეთებდი იმას რასაც სხვა არ აკეთებდაო და მე სულ წყალში ვიყავი როცა სხვა არ იყო რა ხო ხდებით ეგ არის რა ეგ არის დისციპლინა და მე ეს საუბარი გრძელდება და ეუბნებიან რომ ესე გიყვარსო წყალში ყოფნაო და ხა რო გითხრათ რომ გიждდები არაო მაგრამ ჩემ საქმეს ესე ჭირდებაო ანუ ეს ადამიანია არ იყო ეხა იმისთვის მოწოდებული რომ სულ წყალში ყოფილიყო რა ვიცი იმასაც უნდა და დედა მამა ნათესავი შეყვარებული ჭამას მა რაღაცა და შეიძლება გართობა მაგრამ იცოდა რომ ამ საქმეს რომ იყვებოდა ამას ეს ჭირდებოდა რა ხო და შესაბამისად ეხა როცა შენ ბრენდს აშენებ, სერვისს ქნი, პროდუქტს ქნი, ხო, უნდა იცოდე რომ მთელი ძალისხმევა შენ უნდა გაწიო, შენ არ უნდა იგულაო, შენ რაღაცა, მაგრამ გძელვადაში ამას მოაქვს შედეგი, რაც არის მაიკლ ფელპსობა მაგალითად, რა, ხო? კი. ან ნიკო ნიკოლაძეობა, რა, რომელიც ასევე მგონია რომ კიდე კარგად არა გვაქვს ჩვენ ეს კაცი აღქმული და დაფასებული, რომელიც არის, რა ვიცი, ერთ-ერთი აი ესეთი ორი რამის შერწყმა ერთ ადამიანში ძალიან იშვიათია, რომელიც ხედვითი ტიპი იყო, ვიჟენარი ტიპებს რო ეძახიან და თან შემსრულებელი იყო მაგარი რა. ხო და აი ეგ არის და ეს კაცი თანმიმდევრული იყო, ყველა თანმიმდევრული იყო რა, ისე პერსონალურ ბრენდებს რო დაუბრუნდეთ რა და აქედან თანმიმდევრობის გარეშე შედეგზე ვერც გახვალ და დისციპლინაა ესეც. დისციპლინა არის ის რომ როცა რაღაცის კეთება არ გინდა და ეს мотиваცია რომ მოდის დღეს და ხვალ აღარ არის, აი მე რას აკეთებ თორე როცა რაღაცის ხასიათზე ხარ და მოგწონს და სურვილი გაქვს, მაშინ ყველა აკეთებს. ეს ყველა ქართველ შეუულია, ხო იცი, ერთხელ პირველად ისა აი სულ მახსენდება ხა მე საბჭოთა ბავშვი ვარ რა და რაღაცა კაი წელი ჯეილობას საბჭოთა კავშირში გავატარე და უამრავი ქართველი სპორტსმენი ვიცი სხვადასხვა მიმართულებით რომელიც ასაკობრივი საბჭოთა კავშირის ნაკრებებში ყველგან
ხვდებოდი, ისეთი მაგრები იყვნენ, მაგრამ მე სადაც შრომა და ამბავი ჭირდებოდა, აი იქ უკვე უკანი ხევდნენ. ხო, იქ უკვე ერთეულები იყვნენ რა და ის ერთეულები არიან დღეს ლეგენდები, ხო? ზუსტად. თორე ის ნიჭიერი მაგარი ბიჭები და გოგოები, კი, ვიღაცა მეზობელს ახსოვს და მიშვის და აუ, აი რა მაგარი იყო და აუ მესი ვინ არის? კი, შეიძლება მართლა ასეთი იყო, მაგრამ სად არის? კი. ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. ეგ არის რა. ზუსტად ბრენდის შენებას ეგ არის რა და საბოლოო ჯამში ახლა მე ძალიან თუ მოგბეს და აღარ გინდა, ხო? ბრენდი რო აშენებული გაქვს, ხო? გადასარევად გადიხარ კიდევაც საქმიდან, იმიტომ რომ ამ ბრენდს ზვირად ყიდი რა და მოგსემენ ბერფოს და წახვალ და გაკოტრიალდები, რომ ბრენდი ფული ღირს, ანუ ის ადამიანი, ვინც ამ ბრენდს ყიდულობს, კომპანიას რატო ყიდულობს ხოლმე? იმიტომ იცის, რომ ის დრო და ფული, რაც ეს დაждდა, ხო, ამის დრო არა აქვს რა, ფულიც რომ მქონდეს. ამიტომ ყიდულობს გამზადებულ ბრენდს, მთელი ეს ემოცია, მთელი ეს რეპუტაცია, ამას ყიდულობს, ვიდრე კინაკავეული და ქარხანა და ტრანსპორტო საშუალებები აღარ ჭირს. ხდები, ამას ყიდულობენ რა. აი, სულ ვიძახი, რომ ნეტა მე მქონდეს უფლება, აი ამ წელში გამოყვანილი სპეციფიური ფორმის ბოთლის გამოყენების წითელი ეტიკეტის და რეცეპტი სულ ამ ჭირდება ქარხანა თქო რა ვიძახი რა ვინ არ ჩამომისხავს ახლა კოკაკოლას მითხარი რომ მივადგებ ჭკვიანი კაცი აქეთ მეტყვის რომ მე ჩამომასხმევიო იმიტომ რომ მე სხვებს ეტყვის რომ მე ძმაო კოკაკოლას უსხამ ესე იგი ნიშნავს რომ ის თუ ენდობა ბრენდის ძალა რა მაშინ ჩვენ ჩამოვასხმარებთ ხდები მაგრამ თორე კოკაკოლას ქარხანა სულ არ ჭირდება ის საერთოდ არანაირი ქარხანა არ ჭირდება ფლობელობაში ეს აქტივები ეს ბრენდის ატრიბუტები რაც კოკაკოლაა და ეს ემოცია ეს იყოს და დანარჩენს მე მივხედავ სახელი ჯობს სახელისა მოხვეჭა მანდ მივდივართ ყველაფერი მაინც მინდის მანდ ალექს გამოდის რომ მე ვინც ვარ რასაც შევქმნი ძალიან დიდ კავშირში იქნება ჩემთან, ანუ რასაც შევქმნი, იქნება იმ ღირებულების მატარებელი, რა ღირებულების მატარებელიც თავად ვარ და აი ეს პროცესი აღწერე სიტყვით თვითქმნა, რაც ძალიან მომეწონა, ანუ ბრენდინგი დააკავშირე თვითქმნასთან. პერსონალური ბრენდინგი. პერსონალური ბრენდინგი კი. და გადავიდეთ პერსონალურ ბრენდინგზე. აი ამ დეფინიციაზე და იქამდე ერთი პატარა საჩუქარი მინდა გადმოგცე. თვითფლობის წარმდგენი არის მაიზერ ზაქარაშვილის სახელობის კერამიკული თიხის სამქრო, რომელიც ჩემს სტუმრებს გადასცემს თიხის ხელნაკეთ ჭიქებს და ეს თვითქმნა და შენი ბრენდი ინიციალი ალექსიკონი. დიდი მადლობა. შენი ალექსიკონის სიტყვებიც უკვე რამდენიმე გამოვიყენეთ, ბრენდალიტეტი განსაკუთრებით მომეწონა. ტვინწყობა როგორც მაინდსეტი. კი, ტვინწყობა. გადავიდეთ პერსონალურ ბრენდინგზე. იმიტომ რომ ესეც თანამედროვე ტერმინი არის. პერსონალურ ბრენდინგზე, ოღონდ დღესდღეობით ბევრი ლაპარაკობს, ბევრგან გვხვდება დაწერილი. აი ეს გააკეთე, კვირაში ორჯერ ეს დაწერე. ესე შეფუთე, ასე ვთქვათ, შენი სოციალური ქსელი, ესე ჩაიცვი, ესე უნდა გამოიყურებოდე. აი რაღაცები სამბობენ, მაგრამ თითქოს მაინც ზედაპირული არის. რაღაც მგონია ხოლმე, რომ რაღაცები ხელოვნური, ანუ იმდენად გაწერეს ეს წესებად, რომ პერსონალურ ბრენდინგში აი ჩამოაწიკწიკეს, რომ ესე უნდა იყოს, რომ მე მაგალითად ვიღაცამ რომ ესე დამიწესოს, კი შევხედავ, გავიაზრებ, მაგრამ ჩემ თავს თუ არ მოვარგე, ანუ ეს არ არის ჩემთვის პერსონალური ბრენდინგი. პერსონალური ბრენდინგი შეიძლება რაღაცების სხვანაირი ფორმით გამოხატო საკუთარ თავში, რაც ძალიან კარგია დახვეწინათ, მაგრამ საკუთარი თავი რომ არ უნდა დაკარგო და აი ავთენტურობა რომ უნდა შეინარჩუნო, ეგ არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და დღესდღეობით უფრო მეტად აი მანდ იკარგებიან ხოლმე, ანუ მაგ თითქოს მაგას კარგავენ ამ დაწერილ წესებს რომ იყვებიან. ისი რა არეულია კი ეგეც როგორც ბრენდინგის საქმე, იმიტომ რომ პერსონალ ბრენდინგი არ არის შენი პროფესიული საქმიანობა მარტო, ეს არის შენი ადამიანობა, ხასიათს პლუს შენი პროფესია. ამიტომ ყველა ვართ სხვადასხვანაირები, განსხვავებულები, გამორჩეული, რა თქმა უნდა, მოვირგოთ. ეს დაწერილს მიყოლა, ეს დისციპლინაა, მაგრამ შენი დისციპლინა უნდა შეადგინო, ხო, რა თქმა უნდა. ხო და პერსონალ ბრენდინგის იგივე პრინციპებია რა. ეხლა იქიდან მოვიდა ბრენდინგი და ხო, მე ჯერ ესეთი ადამიანი, მე სტრატეგიები, საომარი ისა და მე ეს დაგენერირდა რა ყველაფერში და პერსონალ ბრენდინგი ახლა მე სულ მახსოვს რომ
ბაბუაშენი სახელს უფრთხილდებოდა შვილო და ასე იქცეოდა ხა რასა პერსონალ ბრენდინგს აწვებოდა რა რაღაცას არ აკეთებდა და რაღაცას არ აკეთებდა რა ერთხელ მითხრეს და ძალიან გამიხარდა რომ ადგილს აფუჭებდა მაღალ თანამდებობებზე იყო და ადგილს აფუჭებდა რას ნიშნავს ქრთამს არ იღებდა ვა მეთქი კარგია ადგილს აფუჭებდა ო ადგილს იმ ხალხისთვის ადგილს აფუჭებდა მაგრამ როგორ არის იცი ვინც ბაბუაჩემს იცნობდა იმის შვილი ვარ რომ მე წელგამართული ვიძახი ხო ხტები და პერსონალ ბრენდი იყო რა იმ საზოგადოებაში ხო რაღაცა რეპუტაციის მატარებელი კაცი ხო და ამიტომ ეგ არის ხო ხელოვნურობაც იპარება რა თქმა უნდა არის ხოლმე ხდება რომ აი თავიდან არ აქვს თქვა ეს უნარები უცებ ადამიანს და თქვა ვიღაცა ეუნება მიყვება და თუ ეს თანმიმდევრულია მე თვითონ ამოღამებენ და რაღაც ასწორებენ ამ ყველაფერს რა ხო ხვდებით მაგრამ საბოლოო ჯამში პერსონალური ბრენდინგი ანუ თვითქმნა არის თვითქმნა მართლა და არა მარტო პროფესიული თვითქმნა ალბათ არამედ ფსიქოლოგიური შენ თავზე მუშაობაც ახლა მეც უამრავი პრობლემა მაქვს ხო რომელზეც სამუშაოა და მიმუშავია და რაღაცაზე კიდევ მუშაობ რაღაცაზე ჯერ ვერ მუშაობ რაღაც შეიძლება მავნოს ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სხვასაც ხო იმიტომ რომ რა ვიცი ხა თუ ძალიან მაგარი სპეციალისტი ვარ მაგრამ რაღაცა საშინელი ურთიერთობის ფორმა მაქვს ან რაღაცა არ უნდა მე ის შენი არაფერი არ არის ხო მეტყველების უნარი გადმოცემის უნარი რაღაცები ასე შემდეგ ხო ხა მე გამიმართლა და გამომივიდა ხო იცი ადამიანი რომელსაც ეშინია საუბარი საჯაროდ და ადამიანი რომელსაც არ ეშინია მეტი უნარი არ არსებობს ხო იცი ჩემი სტუდენტები ძალიან ადრე რომ მივხვდი რომ აი კარგად ვერ აყალიბებენ და აი კარგად ვერ გადმოცემენ პრეზენტაციაში თავიანთ იდეებს დავამუშავე და 2 დღიანი მასტერკლასი გავაკეთე კომუნიკაცია და საჯარო გამოსვლები რა რომ ჩაუღრმავდი ამ თემას შევისწავლე ერთია მარტო პრობლემა შიში კი ეს შიში არის დაცინვის იმის ჩაფლავების ამის ეს თუ გადალახე დამთავრებული ამბავია ხო აი ეს ამბავია ხო და ყველას ეს არა აქვს ვიღაცა ის მაგრამ მე ასწორებენ რა თუ თანმიმდევრულები არიან და აქ ეხმარებათ რაღაცა ინტელექტი რაღაცა ეს ღირებულება რასაც ქმნიან რაღაცა ბლა სისულელებს კი არ ლაპარაკობენ რაღაცა ცრუ მესიები რომ დაგვეხვია თავს ეხა ძალიან ბევრია ხო რა ვიცი სადაც არ უნდა გასკროლოგო ვიღაცა რაღაცას იმას გიშვება გასწავლის და იმაშვება და აქედან 10-დან 8 რა ვიცი ჩემ ტერს მაგრამ ეგრეა და მე ასწორებენ რა ამას რა თავარია მიყვებოდეს იმას რისის ჯერა და არ ავიწყდებოდეს ეს ამბავი და თვითქმნა ნიშნავს მაგას რომ შენ თავზე მუშაობა როგორც ადამიანზე და შენ ხელობაზე შენ პროფესიაზე მუშაობა რა თქმა უნდა რომ უკეთ და უკეთ იმიტომ რომ ერთ-ერთი წესი მე ძალიან მიყვარს ეს კაცი იმიტომ რომ ყოველთვის გულწრფელია თავის წიგნებში და გამოსვლებში მარკ შაფერი რომელიც კაიხნის წინ აღმოვაჩინე და მას აქვს წიგნი known ესე ქვია ცნობილი personal branding-ზე რა და იქ წერს რომ თუ შენ დაელოდები იმას რომ მე გავხდები უმაღლესი კლასის სპეციალისტი და მე დავიწყებ ამ ყველაფერს ამასობაში გავადრო დაიწყეო მაგრამ სულ ასე ვთქვათ უნდა გაძლიერდე და მე ჩემ პირადი დაკვირვებით აი ჩემზე მოხდენილი შთაბეჭდილებითაც და სხვისი შედეგების ყურებელი არაფერი ისეთი მაგარი საყურებელი არ არის და არაფერი ისეთ მაგარნდობას არ იწვევს როცა ცნობილი ადამიანი კონკრეტული რაღაცისთვის ცნობილსა და ცნობად შორის დიდი სხვაობაა პერსონალ ბრენდინგში აკვირდები რომ როგორ იზრდება და როგორ იხვეწება და როგორ დღითი დღე უფრო მაგარი ხდება ხვდები და მე ენდობი რა რომ ის თუ თავის თავზე მუშაობს ესე იგი შერასაც გეუბნება იმის მორალური უფლებაც აქვს ხვდები აი ეს ამბავი ამიტომ პერსონალური ბრენდინგი საბოლოო ჯამში ყველაზე მარტივად რო თქვა ეს არის შენი სიცოცხლის მართვა ცხოვრების და იმისკენ სწრაფვა რომ შენი ცხოვრება იყოს საინტერესო და შედეგიანი, როგორც ემოციურად, ასევე მატერიალურად. რა, იმიტომ რომ personal branding-ის მონეტიზაცია ორნაირია. ერთი არის ასე ვთქვათ, არამატერიალური და მეორე არის მატერიალური რა, რომელიც საბოლოო ჯამში არამატერიალური მაინც მიდის მატერიალურს. აი, აზრის ლიდერი, გავლენის ტიპი, ისა, მაგრამ მე ამას ეძახიან, ამას ეკითხებიან, ამას იწვევენ, ასე შემდეგ და მე ეს მატერიალური ხდება, მაგრამ მის მიმართ რაღაცა ეს არამატერიალური ეს ემოციაც არსებობს, როგორც ჩვეულებრივი ბრენდისგან. რა, ეხლა მაგალითად რა უნდა გადამიხადონ მე ლექციაში?
რომ იმაზე მაგარი განცდა დამეუფლოს, რაც არის რომ ვიღაცა რომ მაჩერებს და ბატონო ალექს თქვენი სტუდენტი ვიყავი და დიდი მადლობა და დედა რა კაია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან ვიღაცა გეუბნება რომ თქვენი ვიდეო მოვისმინე და როგორ დამეხმარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მით უმეტეს ჩემი შვილები თუ მახლავს ძალიან მეამაყება რა და განსაკუთრებით ჩვათანა კატო ძალიან ესე იგი კმაყოფილი რჩება ამ ყველაფრით იძახის რომ my dad is famous რაღაცნაირი ბავშვი. ხო და ეს არის და იცი რა კი ფულის ჩარიცხვა კაი განცდა რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ადამიანი რომ გეუბნება იმ დღეს მომწერა არის ეგეთი ბიჭი ლაშა გვარი დამავის და ძალიან კაი ისა აქ რა ქვია მაგას არ ვიცი პოდკასტი არ არის უბრალოდ ის ჯანსაღ რაღაცებს აკეთებს რა და იმ ბიჭმა მომწერა ძალიან კარგად იღებს ვინც უღებს ის ძალიან კარგად იღებს და აი რაღაცნაირი მანერა აქვს რა აი ხო ის ქართველები იყვნენ ცოტა ეს რა სტრანნი ტიპია თო მაგრამ აი ძალიან სახასიათო რა აი გამოირჩევა და რამიშვილია მე მგონი გვარად ეს ბიჭი არ შემიძლია რომ არ ვახსენო იმდენად ის მომწონდა და მიყვებოდი მე რა რაღაცა იქ არახისის კარახისგან რა გააკეთა იქ რა გააკეთა როგორ გააკეთა რაღაცა ესა უყურებდი მომწონდა თან ეს კადრები რასაც უყურებდი როგორ იღებდა და ნუ მისის ქცევაც აი რაღაცნაირი ის აქ და იმან მომწერა რომ აი როგორც უფრო ზმასო ისე გისმენთო აი ამ თქვენ ალექსიკონის ვიდეოებსო და ახლა რა ვიცი აი რა მიჩენია ყველაზე დიდი დაფასება შენთვის არის ისე როგორც მე მიმიწერი აი ხავი ნუცის ბლოგები თუ რაღაცა ქვია აი მთელი ცხოვრება პრობლემა რომ აქვს რო ვერ დავიმახსოვრე რომელი რომის წინ უნდა მძიმე და რომელიც არა სხვა და სხვა ერთად უნდა ვწეროთ ცალ-ცალკე რა თქმა უნდა რაღაც და აი ვიღაცა ახალგაზრდა გოგოა რომელიც აი ამას იმაზე იმ დღეს მიწერა რომ გააგაშენებს ძლივს დავიმახსოვრე დიდი მადლობა და ვერ ვიმახ მაგრამ შევდივარ და ვნახულობ რა მოხდა რაღაცა კაია უსმენ რა ხო და ეს არის პერსონალ ბრენდინგშიც და ისე ბრენდინგშიც მაგრამ განსაკუთრებით პერსონალ ბრენდინგში არის ხელშესახები ღირებულების შექმნა როდესაც ადამიანს ახეირე ან გამხნევე ან მხარი დაუჭირე ან ხო ან ცოდნა მიეცი ან გამოცდილება გაუზიარე და ამის შედეგად ამ ადამიანმა რაღაც კარგი მიიღო აი ეს არის პერსონალური ბრენდების დანიშნულება ნებისმიერის რა ხშირად მეკამათებიან რომ კაი ბიჭო ხა გალაქტიონი რა ის ხერ არა ხეირი გალაქტიონის ლექსს რო წაიკითხავ ხო ხტები რა ხო ბოლო იტყვი რომ გალაქტიონის ლექსი წაკითხული მაქვს რა ხო ხტები იმიტომ რომ ეს სხვა ის იყო მასშტაბის ტიპი იყო ხო იგივე ვაჟაბშავალ და ასე შემდეგ ანუ ხერი უნდა იყოს ხელშესახები მაგრამ აი ცოტა ისეთი ლიტერატურა პროზა ისა აქედან ეს რაღაცა ხელშესახები თლად რო არ არის და ცოტა ჩაკვირვება უნდა რომ ხელშესახები რა მეიღე რეალურად twin შესახები მიიღე და იქ რაღაცა პატარა შეგეცვალა აი ეს აჩენს მაგ კითხვებს თორე საბოლოო დანიშნულება პერსონალ ბრენდის არის ეგ რომ შენი სიტყვა და საქმე დაამთხვიო შეუქმნა ადამიანებს ხელშესახები სარგებელი და ახეირო და ეს გააკეთო სტაბილურად მანამ სანამ ხარ რა ჩემი ფრაზა არის მთელი ცხოვრება მაგას ვიძახი რომ სანამ ხარ საქმეში ხარ ბრენდინგში სანამ ხარ ცოცხალი ხარ პერსონალურ ბრენდინგში ოღონდ ამ პერსონალურ ბრენდს შენ მართავ თუ არა ეს უკვე სხვა ამბავია მაგრამ ხარ იმიტომ რომ სულ არაფერს აკეთებ და შენ გარშემო არის ხალხი რომელსაც აქვს შთაბეჭდილება შენს შესახებ რეპუტაცია გაქვს იმ ხალხთან მოქცევის შედეგად ხო ხვდები ხო და ნავის ეს არის ესე იგი მუდმივი პროცესი საკუთარ თავთან ბრენდის მუდმივა კი იმიტომ რომ თვითქმნა თვითონ სიტყვაც მაგას გულისხმობს რომ ეს არის პროცესი საკუთარ თავში დაწყებული რომელიც არ არის ერთჯერადი რომელიც არ არის ერთი წლის რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე რაც ტოვებს შთაბეჭდილებას შენ სიცოცხლეშივე შენს თავზე და ყველაზე მთავარი სიცოცხლის დასრულების შემდეგ ნაყოფს შენ სიცოცხლეშივე და მე მაქვს ეგეთი ფრაზა ხოლმე რა თუ კარგად დივლი მერეც ანუ რო აღარ იქნები მერე აი მერე რა სახელს დატოვებ მერე რა სახელს დატოვებ და ამ სახელით შეიძლება ისარგებლოს შენმა შთამომავლობა მერე რა ხო ხვდებით ანუ ვინ ვარ ვინ მინდა რომ ვიყო რას ვაკეთებ იმისთვის ვინც მინდა ვიყო დიახ და ვინ ვიქნები მაშინ როცა ვისთვის ვარ და ვინ ვიქნები მაშინ როცა აღარ ვიქნები
ხო, რას დატოვებ, რატომ დავაგდები ადამიანებს და მე რა მამარდაშვილმა დაგვიბარა ესე რომ შექმნილი კი არ უნდა გიყვარდესო, ქმნადი უნდა გიყვარდესო, ქმნადი. მუდმივად, ხო? და ეს ბრენდინგი ყველგანაა, მამარდაშვილშიც, ვეფხის ტყაოსანშიც, იმიტომ რომ ეს არის ისეთივე ძველი როგორც კაცობრიობა და არ ხდება არაფერი აქ ისეთი, რაც არ ხდება ადამიანის ცხოვრებაში რა. მაგრამ აი, ხო იცი ფორმულირებს მნიშვნელობა აქვს. მამარდაშვილის სიტყვები ეს საკითხული მქონდა და ლექციებში ვიყენებდი, მაგრამ ცოტა მოგვიანებით პირადად რო შევხვდი მარტინ ეიმერს იქ თქვა მაგან ეგეთი რამ, რომ პირადი ბრენდინგი ნახე რა მაგარია. ბრენდიო ხო სულ ბრენდ ბიქამინგ უნდა იყოსო რა, ხო და აი სულ საჩალიჩო გაქო და ჩვენო ფსიქოლოგია ხო მოქმედებსო და მოქმედებს მართლა სიტყვები ახდენს გავლენას რა. და ჩვენ თუ ვიტყვითო რომ ეხა ეს ინგლისურად მოსაუბრე ადამიანი we are human beings ხო დასრულებულიაო რა ხო და უნდა ვთქვათო რომ we are human becomings რა ხო ხტები ანუ brand becoming-ი human ანუ სულ რაღაცას უნდა იმასქნა ეხა ვიღაცა მეუბნება რომ აი ალექს აბა ცხოვრება რაღა არის რა ეგ არის თორე რა ვიცი ხა მეთქი რატომ მეკითხები რომ რავი წამოწოლა რაღაცა ისე კაი წამოწეხი ტახტზე პულტით ხელში გადართე აი ეგ არის ცხოვრება ხო ხო ეგ არის რა ცხოვრება რომ რაღაცა უმჯობესდები უკეთესდები საკეს ჩაიხედა მეტად მოგწონ შენი თავი რომ ვარჯიშის შედეგი კვების შედეგი იქ რაღაცა წაიკითხე საქმე უკეთესად გააკეთე 10 კაცის მაგერად 20 გემადლიერება 20-ის მაგერად 100 გემადლიერება მე რეიძახიან რომ დედა ეს აი ამის რა კარგი სპეციალისტია ხო და ცნობილი ხარ კონკრეტული კომპეტენციის გამო ესაა ძალიან მნიშვნელოვანი თორე არიან ცნობადი ტიპები რომელიც აი ბოლომდე რო არის ხო ის რასაკეთებს რა მაგრამ აი რაღაცა ის არის ეგ არ არის პერსონალ ბრენდინგი არა უნდა იყოს ცნობილი კონკრეტული კომპეტენციის გამო ვთქვით? კარგი ექიმი საკმარისი არ არის. არც კარგი ქირურგია საკმარისი. კარგი რისი ქირურგი, ხო? თუნდაც ზოგადი, თუ ამისი, თუ ბავშვთა ქირურგი ამ კონკრეტული რაღაცის. აი ეგ არის შენი ადგილის პოვნა რა. აი ეს არის მნიშვნელოვანი. აი ერთ-ერთი სავარჯიშო პერსონალ ბრენდინგის არის ცოტა რთული გასაკეთებელია, სამუშაო, საფიქრალი მოდელია. only me მარტო მხოლოდ მე ხო მხოლოდ შენ ერთს რაღაცას მხოლოდ მე ანუ რა შეგიძლია გააკეთო მხოლოდ შენ და რთული ამბავია ეხლა ეს მარტო სიტყვების წერა და ის არ არის რა ქვია წერითი სავარჯიშო ეს არის მართლა ისეთი იმაზე რა ქვია შეთავაზებაზე ფიქრი რაც მხოლოდ შენ შეგიძლია რა ხო და ტექნიკურად ხო ამას ვერ გააკეთებ რა ხა ტექნიკურად მხოლოდ მე შემილია ფინანსების ანალიზი მაგას ვერ იტყვი მაგრამ როგორ რანაირად აი აქ უკვე ემოცია სტილი შენი განმასხვავებელი ნიშანი შენი განმასხვავებელი ნიშანი რომ შენი ადამიანობიდან მოდის ვინაობიდან მოდის კი და იმ ინტელექტიდან და იმ რაც ჩვენ უკან დგას ყველაფერი უნარებით ცოდნაც და გამოსწორებით შორის აი ამ მარკ შაფერის წიგნში წერია ძალიან კაი რამე, იმიტომ მომწონს ეს კაცი, რომ ამბობს, რომ თუ მიხვდებიო, რომ არ ხარ მზად იმისთვის, რომ კონკრეტული გაწერილი დრო დაუთმო. რო თქვა, რომ ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი ამას ვაკეთებ, თქვა, პოსტავ, იმაშვები. ეს და არ დაიწყო. ხტები რა. კი, მსაუბეს სჭირდება ყველაფერს. იმ ეტაპამდე მისვლა. მანამდე აგრო რომ მიხვდები. ანუ ეს რა არის დისციპლინაა ხო, რომ ამ დღეს ეს აკეთო. ხა მე ძალიან ნერვები მეშლება, იმიტომ რომ ჩემი ალექსიკონი 3 და 3 შაბათს და 5 შაბათს უნდა დებდეს ვიდეოებს და რამოდენიმე ჩამივარდა, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ჩავწერე ის ვქენი, რაღაცა ის არ მომივიდა სათქმელი რომ აი რაღაცა ტყილა ვიდეოს ჩაწერა ამინდოდა და ეხლა მეთქი რა ვქნა სხვას ველაპარაკებ ეხლა კარდების დადება დავიწყე რა რაც განმარტებები ჩემი ტერმინების იმის რო არ ჩამივარდეს ეს ყველაფერი ხვდებით თუ არა მოვარდე ხო თუ არა და ჩემი ლაპარაკი ესე იგი არ გამოვა practice what you preach ხო იცი შენ თო გააკეთეო თუმცა აქაც არის ყველაფერი ხო იცი ესე არ არის თეთრი შავი არ არის რა აქაც არის რომ სხვა ომში ბრძენიაო რო ამბობენ ხო იცი ეგ არ არის ბოლომდე ნეგატიური გამონათქვამი რა. იმიტომ რომ კი შეიძლება ვერ აკეთებ, მაგრამ მეორე ტიპს ისეთი კაი რაღაცები უთხრა და ძალიან დაარიგო ჭკუა. იმან თუ გააკეთა, მაგრა იქნება, მაგრამ ყოველთვის ჯობია leading by example, ანუ ლიდერობა და ისა შენი პირადი მაგალითი რა. კი, გამოცდილებით. რა თქმა უნდა. ალექს. დიახ. 10 წლის წინ, ანუ ეს 10 წელი პირობითია, მაგრამ აი წლების წინ რომ იწყებდე ბრენდის შენებას. მას შემდეგ ხო გავიდა ბევრი წელი და გამოცდილება ცოდნა მოგემატა, იმიტომ რომ ყოველწლიურად კი შენი ბრენდის ყოველდღიურად ვიცვლებით, ვითარდებით ჩვენ.
შენი ამ გამოცდილების ფონზე რას შეცვლიდი და რას გააკეთებდი სხვანაირად და როგორ შექმნიდი ბრენდს? ჯერ გეტყვი აბსოლუტურად გულწრფელად აღიარებით ჩვენებას გავაკეთებ, რომ სულ 5-3 წელია ალბათ დავიწყე ფიქრი ჩემ თავზე როგორც პერსონალურ ბრენდზე, რომ რაღაცები დავალაგო უბრალოდ. მანამდე ასე არ მიფიქრია, მაგრამ რაც ვილაპარაკე ზუსტად იგივეს ვაკეთებდი. ვიყავი თავმდევრული, რომ აი კითხულობდი, ვეცნობოდი, ვაკეთებდი და ეს ცოდნა მიგროვდებოდა და მადლობა ღმერთს, რომ დამაძალა ნინო დოლიძემ, ყოველთვის აღნიშნავ, მაშინ იყო ჯიპას ვიცე-დეკანი თუ რაღაცა მოკლედ ესე და დამაწყებია ლექციების კითხვა, რომელმაც ასევე ჯიპაში და ამის ისტორიაში შევედი, ვიყავ პირველი, ვინც ბრენდინგის სწავლება დაიწყო მინიმუმ საქართველოში, რეგიონში თუ არა და ეს იყო ალექს რამდენი წლის წინ? 2007-ში თუ 8-ში. საკმაოდ ძალიან დიდი ხნის წინ, კი. და ამან დამეხმარა იმაში, რომ მე განვითარებულიყავი, იმიტომ რომ ამდენი პასუხისგებლობა გამაჩნდა, რომ სტუდენტებთან არ შევსულიყავი ერთი და იგივე რაღაცა ამბით. ამიტომ მიძულებული ვიყავი, რომ ჩემი ლექციები, მასალები ისინი გამეახლებინა და მეორე იყო ის, რომ სტუდენტებმა არ უნდა გამოგიჭირონ ისეთ რაღაცაში, რაც ის არის, ხო? თან ახლანდელი თაობა. ახლანდელი თაობა მით უმეტეს, ხო? აი ეს ძალიან დამეხმარა და ამან მიმიყვანა იქამდე, იმიტომ რომ სულ მინდოდა ერთი ვიცოდი, რომ ალექსი ჩიქოვანი უდრის ბრენდინგს, ანუ გახსენების პონჩი რა, რომ აი ალექსი, ხო, ის ბრენდინგს რო აკეთებს, ხო, ის ტიპი რა, ხო? ამიტომ ბევრ რაღაცაზე ვარიც თქვი, ძალიან ბევრ ამაზე არ შევედი, იმიტომ რომ მე ეს მინდოდა რა. ხო და ეხა რო უკან ანუ იქ რო დავბრუნდე და დავიწყო, ბევრ ამას შევცვლიდი ძალიან. დროს არ გავფლანგავდი, აქამდე 1-2 წიგნი დაწერილი მექნებოდა, რაც ვერ მოახერხე, მაგრამ აგერ შოთამ მოახერხა ჩინჩალაძემ ჩემო მოსწავლემ და ესეც ძალიან მეამაყება. ესეც შენი სიამაყეა ნამდვილად. ძალიან მაგარი კაი წიგნია, თითქმის დავასრულე და ძალიან სიამოვნებს და ეხა ამდენი რო ვასწავლე, ეხა აქეთ მეც ხომ გავიახლო რაღაცები, კაი რაღაცები უწერია და მეც ასე თქვა. შენი სიამაყეა რა, შენი მოსწავლის. გავაკეთე, ხო, კი, ნამდვილად. ურთიერთობებს დავხვეწდი რა, უნარებს, იმიტომ რომ ძალიან დამაზარალა სიხისტემ, პირდაპირობამ, იმან მე მქონდა ეს პრობლემა დღემდე რაღაცეები. რა ვიცი, მეც გავაკეთებდი რა, მეც უფრო მიზანმიმართულად, უფრო თანმიმდევრულად და ნუ რაღაცა ნაბიჯებს სხვანაირად გადავდგავდი რა. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი, რომ არაფერს არ ნანოფ, რაც გამიკეთებია. ვარი მithქვამს, ხელი არ მომიწერია, ამას არ მოუტანია ფული, ან დიდი შესაძლებლობა დაკარგულა მატერიალური. საბოლოო ჯამში არ ნანოფ, იმიტომ რომ ამან მომიტანა ის, რაც დღეს მე ვარ და სხვათა შორის ადამიანები 10-15-8 წლის უკან რო ფიქრობდნენ, აუ ეს რაღაცა უხიაგი კაცია, რაღაცა დღეს ცოტა სხვანაირად ვგრძნობ, რომ მე კონტაქტები, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მიხვდნენ, რომ ისა ვარ, რაცა ვარ, სულეგა ვარ, რაღაცა და აი უკვე ისა და შენი ავთენტურობა. აი 26 წელია რა, თითქმის, ხო, ან 26-ე დაიწყო, ან 27-ე დაიწყო, აი ამ თემაში ვარ და აი ეს რეპუტაციული ნაწილი, აი ეს მიწვევები, ცნობადობა, რაღაცა, ეხა ბოლო 3-4 წელია რაც გამოხვედი, წამოვიდა. რაც შენ თვითონ გამოხვედი რა. ბოლო 3-4 წელია წამოვიდა. ანუ ეს გროვდებოდა. იყო რაღაცა ჩემ წრეში, რა თქმა უნდა, ცნობადობა ის ეხა, მაგრამ მეტი ალექსიკონმას თავის როლი ითამაშა, ალექს ჩიქოვანის დიდი პოდკასტიც რობა მქონდა. მაგრამ მგონი რომ შენი სურვილი იყო ალექს, მე მგონია რომ მაგაზე იყო და რომ შენ გაგიჩნდა უკვე სურვილი, რომ რაღაც გასულიყავი. მე საქმეს ვაკეთებდი, უბრალოდ გამიჩნდა სურვილი მეტი გაზიარების. კი, ეს ვიგულისხმე გასვლაში, ვიგულისხმე გაზიარება. კი. ჩასკროლა, მოუხტა, რაღაც მოусმინა, თან ვცდილობ, რომ ის. ანუ შენ გქონდა ეტაპი უკვე, რომ გაზიარება გინდოდა და ვაზიარებდი მანამდეც, მაგრამ სხვა ხელსაწყოები გამო ასაკი მაინც თავისაშვება, მინდა გითხრა და მე ვერა ვარ ისეთი ხარტი ინსტაგრამი ეს ამ ტექნოლოგიებში როგორც ხვები, მაგრამ აი გუნდი დამიდგა გვერდით. გაჩნდნენ გოგოები ჩემ ცხოვრებაში, გოგონები, რომლებიც ჩემი გუნდის წევრები არიან და ჩემზე კარგად იციან ეს ამბავი, იქ რაღაც ვიდეო გადავიღე, ის თქვენი და
ასე შემდეგ რა. ხო, მაგრამ მე რო ყოფილიყავი ვერ რა, ხო ხდები? ხო, მარტო ადამიანი ყოველთვის ცოტაა. ერთი რომ მარტო და მეორე ნუ ახლა მაინც არის რა, რომ აი TikTok-ი, MikTok-ი, აი რაღაცები არ შემილია რა. ხო. მაგრამ ფაქტი არის, რომ საჭიროა. ორი კაპიკი ცხოვრება რაც დარჩენილა, ხა სკროლოში გატარება ნამდვილად არ მინდა. ისე რომ ძალიან კარგია თუ სხვები გეხმარებიან, მაგრამ წესი და შენ რჩები რომ იცოდე რა, როგორ დადო, როგორ განათავსო ასეში, მაგრამ მე სწავლობ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა რა ვიცი AI სფეროა რა. AI სხვათა შორის თოთოთა თვალი არ მეცეს, არ ამიშავს, კარგად აუღი ალღო და რაღაცა ეს ვაკეთებ. და ძალიან კარგად ვიხმარ ჩემი საქმის უკეთესად კეთებაში და ეს მეტაკლებად ვიცი, მაგრამ ხა ყოველთვის როგორც მე ვეუნები სხვას რომ რა ამ საკითხზე რომ მუშაობ, ძმა უნდა დაუძახო სპეციალისტს, მეც ასე თქვა. ვიყენებ სპეციალისტების დახმარებას. ალექს, ძალიან დიდი მადლობა. ბევრი საინტერესო რამეზე ვისაუბრეთ. სიტყვა ბრენდი, ბრენდინგი, პერსონალური ბრენდინგი ძალიან კარგად განიხილე, ძალიან კარგი დეტალებით, ფაქტებით, მაგალითებით. მე ვფიქრობ, რომ ისეთი თემა არის რა, უფრო ბევრი შეიძლება ილაპარაკო და სულ შეიძლება ილაპარაკო და ახლა ბევრ რაღაცას კიდე ჩავშლიდი და რაღაცებზე თითქოს დამაკლდა ლაპარაკიც და კიდე სხვა თემებსაც წამოვწევდი, რასაც მე გავაზიარებდით. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა ერთი მხრივ და შეგვიძლია რომ ხო, შემდეგ სხვა თემაზე, სხვა უბრალოდ მიმართულებაზე ბრენდინგის კიდევ ვისაუბროთ და დავუთმოთ დრო, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი თემა ბრენდი და ბრენდინგი, რომელიც აი ასე ნახე ერთ საათში, ზუსტად კი, აი მოდი ერთ საათში ვილაპარაკოთ და მორჩა, იმიტომ რომ ბევრი ჭრილი აქვს და აი ამ კონკრეტული საუბრისთვის ძალიან დიდი მადლობა და შეიძლება რომ მე რაღაცა სხვა მიმართულებით სხვა თემა წამოვიღოთ, რაც ახლა დაგვაკლდა და ის ჩავშალოთ მე. გისურვებ წარმატებას და მე ვფიქრობ რომ შენ უკვე შექმენი ბრენდი, შენ უკვე ხარ ბრენდი და უკვე დატოვე კვალი ახლავე. გამოჩდება. კი, მე სხვანაირად, მაგრამ იქამდე დიდი დროა. დიდი მადლობა.